გამარჯობა, ეს არის ცოდნის მოყვარე პოდკასტი. დღეს არის ოთხშაბათი და რა თქმა უნდა დაგებოდით პოდკასტ არეადან. დღეს ჩემი სტუმარი არის ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი სტუმარი და თქვენთვისაც უსაყვარლესი სტუმარი, იმიტომ რომ კომენტარებში ხშირად წერდით, რომ ისევ მოიწვია, ხო და მოვიწვია. ია ბერსენაძე არის დღეს ჩემთან ერთად. მიხარია, მადლობა. მადლობა მოწვევისთვის. და მაყურებელს ვეტყვი, რომ ჩვენ განსაკუთრებული ამბავი გვაქვს მათთვის. მე და ია, ცოდნის მოყვარე პოდკასტი და ია, გეპატიჟებით რითრიცზე 1-3 ნოემბერს, ეს არის შაბათი კვირა, ორშაბათი დილა, ესე ვთქვათ, და გეპატიჟებით ქალაქ გარეთ სისტემური განლაგების რითრიცზე. სისტემური განლაგება შეიძლება ბევრმა თქვენგანმა იცოდეთ, შეიძლება არ იცოდეთ. მაგრამ ჩვენ დღეს ამ პოდკასტში შევეხებთ ამ თემას. ჩვენ ზოგადად შევეხებით რა არის სისტემა და უკვე მოვაყოლებთ ამ ყველაფერს და თქვენ მიხვდებით როგორი მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის ცოდნა და როგორი მნიშვნელოვანი შეიძლება გახდეთ თქვენთვის ეს რითრითი, რომელზეც ჩვენ დაგვეწევით და წამოხვალთ ჩვენთან ერთად. დავიწყოთ საუბარი. დავიწყოთ. ხო, დავიწყოთ ზუსტად როგორც ვახსენე რა. საერთოდ რა არის სისტემა და სისტემის ცნება რა არის რა ეს ოჯახი, ორგანიზაცია, გონი ბუნებაც სისტემაა, ხო? კი, რა თქმა უნდა. ძალიან კარგი მეტაფორა სისტემის ასახსნელად არის ესეთი სათამაშო გვახსოვს ყველას, რაც არ ნუყოს მე მახსოვს, მატრიოშკებს ეძახდნენ, ხო, როცა ერთი თოჯინა მეორეში ზის. აი სისტემა ზოგადად ძალიან და სამყარო ძალიან გავს ამ მატრიოშკებს, როდესაც ერთი სისტემა მეორე სისტემაში ზის და რა თქმა უნდა უპირატესი არის დიდი სისტემა, ანუ საბოლოო ჯამში დიდი სისტემა კრავს ამ ყველაფერს, ხო? აქედან გამომდინარე პიროვნებაც სისტემა არის, იმიტომ რომ ის შედგება ცალკეული ელემენტებისგან, რომლებიც ერთის მხრივ ინარჩუნებენ დამოუკიდებლობას და მეორეს მხრივ არიან დიდი სისტემის ნაწილი. ანუ თითქოს ერთის მხრივ არის ავტონომია, მეორეს მხრივ ამბობთ რომ არის სიმბიოზა, ანუ კავშირი და ავტონომია ერთდროულად, ხო? მაგალითად რო ავიღოთ ადამიანის ორგანიზმი შედგება სხვადასხვა ორგანოებისგან, რომლებიც, შეიძლება რაღაცა თვალსაზრისით ცალკე მდგომი ორგანოა, თუმცა ის ერთ სისტემაშია მოქცეული და ფუნქციონირება ხდება მაინც ესე ჰარმონიულად და მაშინ არის სისტემა ფუნქციური თუ ყველა ორგანო, მაგალითად და ყველა მისი ელემენტი სწორ ამ წრებრუნვაშია ერთმანეთთან. სისტემა ირევა, როდესაც მისი ერთ-ერთი ელემენტი არის ან ამოვარდნილი, ან დისფუნქციური, მაშინ მთლიანი სისტემა ხდება დისფუნქციური. ადამიანიც სისტემა არის. ის არის გაერთიანებული შემდეგ სისტემაში, რომელსაც ქვია ოჯახი. შემდეგ არის გაერთიანებული შემდეგ სისტემაში უფრო დიდ, რომელსაც ქვია საზოგადოება. შემდეგ არის გაერთიანებული კიდევ ქვეყანა, რეგიონი, სამყარო და ასე შემდეგ. ხო, დედამიწა, სამყარო, გალაქტიკა და ასე შემდეგ. ხო, ყველაფერი სისტემაა. გარდა ამისა, სისტემები არსებობს ასევე ორგანიზაციაშიც, ორგანიზაციაც ჩვეულებრივი სისტემა არის, ამიტომ არის ახლა რომ ჩვენ მაგალითად ძალიან ბევრს მუშაობთ ორგანიზაციებში, ზუსტად სისტემური თვალსაზრისით და სისტემურ განლაგებებს ვაკეთებთ ორგანიზაციებში. ჩვეულებრივი ორგანიზაციული სისტემური განლაგება არსებობს. არსებობს ოჯახური სისტემური განლაგება და ორგანიზაციული. ძალიან საინტერესოა სისტემური განლაგება კეთდება ქვეყნებზეც და მე არაერთხელ მომეყოლია ორჯერ ქონდა საქართველოს განლაგება დაყენებული, ორივეჯერ გერმანელი სპეციალისტი ყავდა ჩამოყვანილი, ვოლფგანგ შპიტა, რომელიც ამავდროულად იყო გაეროს განლაგების კონსულტანტი და ძალიან კარგად ესმოდა ეს როგორ უნდა გაკეთებულიყო და ძალიან საინტერესო შედეგები იყო სხვადასხვა სამთვალსაზრისითაც. ასე რომ სისტემური განლაგება კეთდება ყველა დონეზე, სადაც არსებობს სისტემა. სისტემა კი ყველგან არის, ხო? ეს არის ძირითადი ახსნა, ვთქვათ რა იმისა თუ რა არის სისტემა. სისტემა ეს არის სხვადასხვა ერთეულებისგან შემდგარი ერთი მთლიანობა, რომელიც გარკვეულ ლოგიკაში არის ჩაბმული და გარკვეული ლოგიკიდან გამომდინარე ფუნქციონირებს ერთად, თუმცა ინარჩუნებს ნომინალურ ავტონომიასაც. კი ბატონო, შენ ახსენე ოჯახური სისტემა და მინდა რომ ოჯახური სისტემით დავიწყოთ. რას ნიშნავს ოჯახური სისტემა და ეს შემავალი კომპონენტები როგორ არის? ოჯახური სისტემა დიდი თემა არის. რამდენადაც მე ძალიან მიყვარს ეს გამონათქვამი, რომ ჩვენ ყველანი ვართ წარმოშობით ბავშვობიდან, ხო? ამიტომ ჩვენი აღმზრდელი ოჯახიდან და აღმზრდელი გარემოდან. ოჯახი არის ის, რომელშიც მე გავიზარდე, უშუალოდ დედა, მამა, დედმამიშვილები და აღმზრდელი გარემო, ცალსახად. იქ შეიძლება იყოს ბებია, ბაბუა, თუ ისინი იყვნენ აღმზრდელ გარემოში, შეიძლება იყოს ძიძა, ასევე მაგალითად, როდესაც ჩვენ ვმუშაობთ დამღურ სურათებზე, ანუ გარკვეულ შეზღუდულ რწმენებზე, რომელიც ადამიანს მოაქვს თავისი ბავშვობიდან, იქ ნებისმიერ შემთხვევაში შემოდის, როგორც ვთქვათ, ოჯახის წევრები, ისე შესაძლებელია იყოს მაგალითად ძიძაც ან საინტერესო, რომ ძიძა შეიძლება
იყოს დამღის დამდები ეგრეთ წოდებული, ხო? იმიტომ რომ ის ჩვეულებრივად არის ჩართული ოჯახურ განლაგებაში, ასე ვთქვათ. თუმცა კლასიკურად ოჯახური განლაგება ამბობს, რომ ეს არის სისტემა, რომელშიც არიან მაინც გენეტიკური ხაზით ჩვენი მშობლები, ბებიები, ბაბუები და კიდევ შთამომავლები იქით, ხო? ანუ რა ხდება ახლა აქ ამ შემთხვევაში? ოჯახურ სისტემას და ზოგადად სისტემას აქვს თავისი კანონები, რაც თავის დროზე 90-იან წლებში ბერტ ჰელინგერმა შემოიტანა, რომელიც არის სისტემური განლაგების ფუძემდებლად ითვლება. მე მithქვამს კიდევაც ის იყო კათოლიკე ბერი, რომელიც მუშაობდა, მისიონერი იყო და მუშაობდა აფრიკაში წლების განმავლობაში 25 წელი მუშაობდა იქ და აკვირდებოდა თუ როგორ იყო პირველყოფილი ტომები მოწყობილი, იმიტომ რომ ისაც ხო სისტემაა თავისთავად გარკვეულ კანონზომიერებაში ცხოვრობენ, ხო? და ხედავდა, რომ იქ არ იყო იმ ტიპის პრობლემები, რა ტიპის პრობლემებიც იყო კულტურულ საზოგადოებაში, მაგალითად დასავლურ საზოგადოებაში. გერმანელი იყო, ზოგადად სისტემური განლაგების სამშობლოდ ითვლება გერმანია, ძალიან პოპულარულია ის გერმანიაში და არა მარტო გერმანიაში. და მაგალითად ხედავდა, რომ იყო რაღაცა ტიპის პრობლემები, რომლებიც იქ უბრალოდ არ ჩნდებოდა. დაიწყო დაკვირვება ამაზე. მე წამოვიდა უკვე იქიდან, შეისწავლა ფსიქოლოგია საკმაოდ ღრმად, ფაქტიურად ყველა მიმართულებას გაეცნო, გაესწრა თერაპია, NLP და ასე შემდეგ და ჩამოყალიბდა ძალიან სერიოზულ ფსიქოთერაპევტად, რომელიც იყო მიმართულებით უკვე განლაგების, თქვა სპეციალისტი, კონსტალატორი, როგორც ვამბობთ ხოლმე. და მან დაასკვნა ასეთი რამ, რომ იმისთვის, რომ სისტემა იყოს ფუნქციური, ანუ ის ჯანსაღად მუშაობდეს, მნიშვნელოვანია 3 კომპონენტი. პირველი კომპონენტი ეს არის მიკუთვნებულობა. და მოდით ავხსნათ ჯერ ეს რა არის. მიკუთვნებულობა ნიშნავს იმას, რომ სისტემაში, მოდით ახლა ოჯახი ავიღოთ. ავიღოთ დიდი ოჯახი. ბებია ბაბუები, წინაპრების დონეზე. რომ თუ ოჯახურ სისტემაში რომელიმე მისი წევრი არის განდევნილი, ანუ მას უარი ეთქვა მიკუთვნებულობაზე, მაშინ თავისთავად სისტემა ხდება დისფუნქციური. ირღვევა. და იწყება სიმპტომები. აი დისფუნქციები ყოველთვის არის გამოხატული სიმპტომებში. აი მოდით თქვათ მაგალითად კლასიკური მაგალითი რა შეიძლება იყოს? მაგალითად ხო მიკუთვნებულობის დარღვევის შემთხვევაში დისფუნქცია. რა არის მიკუთვნებულობის დარღვევა? მაგალითად რომელიღაცა წევრი იყო რაღაცა თვალსაზრისით მარგინალური. ეს შეიძლება იყოს მაგალითად ან რაღაცა ტიპის მაგალითად სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი იყო. არ მის ცხოვრებაში იყო კრიმინალი, მოკლა ვიღაცა მაგალითად, ხო? იჯდა ციხეში. ან ბევრი რამ შეიძლება. ან წამოზე დამოკიდებული რაღაცა. ხო, ანუ ყველა ის ნორმა და დოგმა გადახვეული, რასაც პირობითად ერთი კონკრეტული ოჯახის სისტემა მოიცავს, ხო? ხო, და რასაც საზოგადოება ხშირად მოიცავს, ხო? იმიტომ საზოგადოებრივი ნორმები არის რაღაც კონკრეტული სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა საზოგადოებრივი ნორმებია. ოღონდ სისტემის კანონები საზოგადოებრივი ნორმების ზემოთ დგას ყველა ვარიანტში. რა ის რომ ის არის მაგალითად დამოკიდებული და ვთქვათ საზოგადოებისთვის და ოჯახისთვის ის მიუღებელია, ეს არ აძლევს ოჯახს უფლებას, რომ ის განდევნილი იყოს სისტემიდან. ხო, არ აძლევს უფლებას, ვთქვათ ესე, როგორც ვთქვათ სისტემური თვალსაზრისით. ამიტომ თუ ის ოჯახმა მოიკვეთა გარკვეულწილად, მაშინ აუცილებლად ჩნდება ოჯახში სიმპტომი. რა სახით? სისტემა არ არის მიდრეკილი მისი წევრების მოშორებაზე. სისტემა არის მიდრეკილი შეერთებაზე. ანუ რომ ყველა მისი კომპონენტი იყოს ერთ სისტემაში ინტეგრირებული, არ აქვს მნიშვნელობა ის როგორია ის კომპონენტი, ხო? შესაბამისად, ეს კომპონენტი თაობაში დაბრუნდება. ანუ აუცილებლად თაობებში გაჩნდებიან ადამიანები, რომლებიც რაღაცა თვალსაზრისით აირეკლავენ მის განდევნილ წინაპარს და რაღაცა თვალსაზრისით ისინიც იქნებიან მარგინალურები. შეიძლება ზუსტად იგივე არ გააკეთოს, მაგალითად იმანაც არ მოკლას კაცი, ან ისაც არ იყოს დამოკიდებული, მაგრამ მაგალითად ფსიქიატრიული ფაქტიურად ესეთი სურათი გქონდეს, ხო? ფსიქიატრიული სურათი იყოს. ან რაღაცა, ან მაგალითად იყოს თუნდაც ვთქვათ ესეთი, რომ ესეთი განდეგილი ბერი. ანუ თავისი გადაწყვეტილება უგარო სისტემიდან წავიდეს, ხო? ეს ყველაზე საუკეთესო ვერსია არის. მაგრამ რაღაცა თვალსაზრისით მის ბედისწერას გაიმეორებს და მუდმივად სისტემაში შემოbrunდება ეს სიმპტომი განდევნილი ადამიანის სახით, მარგინალური ადამიანის სახით. თუმცა ისტორიები შეიძლება იყოს სხვადასხვანაირი.
ბერთ ჰელინგერი ამბობდა, რომ არსებობს ესეთი რამ, რასაც ქვია მძიმე ბედისწერის სისტემები და მძიმე ბედისწერის ადამიანები. და მთელი ჩამონათვალი ახლა ვერ გეტყვით, რომ ყველაფერი მახსოვს აქედან, მაგრამ მაგალითად რამდენი? ესენი არის, რა თქმა უნდა, მკვლელობები, როდესაც ოჯახში არის მკვლელობები, განსაკუთრებულად თუ შიგნით არის. აი ძმა მოკლა, ესეთი რაღაცები, თუმცა გარე მკვლელობებიც. ინცესტი უმძიმესია, გაშვილება უმძიმესია. აბორტები შეიძლება იყოს მით უმეტეს თუ ეს დიდი იყო უკვე მუცელი, მუშლები, ხო, შეიძლება იყოს. ასევე მაგალითად აი მსხვერპლი ომის და გენოციდია ეს მონობა ორივე მხრიდან, როგორც მოძალადის მხრიდან, ისე მსხვერპლის მხრიდან. ძალიან საინტერესოა, რომ მე თვითონ გერმანელი მასწავლებლები მყავდა და საერთოდ ზოგადად ლიტერატურა ძალიან ბევრია გერმანული. და ერთ-ერთ ლიტერატურაში ეწერა, რომ დღემდე, როცა გერმანიაში დგება კონსტელაციები, განლაგებები, სისტემური განლაგებები, აგდებს იმას. 50% არის ფაშიზმის შედეგები. ძალიან საინტერესო ერთი ვიდეოც არის, რომელიც აქვს თვითონ ჰელინგერს ჩატარებული, როდესაც არის ებრაელი ერთი კლიენტი და არის გერმანელი. და როგორ ირეკლავენ ისინი აი ამ უახლეს ისტორიას. და როგორ საინტერესო, რომ ისინი ორივე ერთნაირ მანკიერ წრეში არიან ჩაბმულები და რეალურად მან ორივე მსხვერპლია. ორივე მსხვერპლია. და ეხლა აგიხსნით რატო. ეს ძალიან საინტერესო შეკითხვაა. ფსიქოლოგიაში არსებობს ესეთი ცნება, როგორც არის სინდისი. სინდისი ძალიან დიდი თემა არის. ეს არის გარკვეული, ვთქვათ, ესე შემაკავებელი ფაქტორები, შიდა კონსტრუქტი, აი ზუსტად შიდა კონსტრუქტი, რომელიც ახლა არსად არ წერია ეს რა არის, მაგრამ რომელიც ახლა ყველამ ვიცით რა არის სინამდვილეში, ხო? მაგრამ სინდისიც არის ძალიან სპეციფიკური თემა როცა ჩვენ სისტემასთან მიმართებაში ვსაუბრობთ. მაგალითად, ავიღოთ ესეთი რამ, რომ სისტემები არსებობს პიროვნული, არსებობს თვითონ სისტემა, რომელიც არის მაგალითად ოჯახი, ხო? და არსებობს ტრანსცენდენტული სისტემები, ხო? და ფასეულობები. მაგალითად, პიროვნებისთვის რაღაცა რაც კარგია, შეიძლება ოჯახისთვის ის ცუდი იყოს, ან პირიქით, ხო? რაც ოჯახისთვის და საზოგადოებისთვის კარგია ტრანსცენდენტული თვალსაზრისით, ანუ სამყაროს მოწყობის თვალსაზრისით, ის შეიძლება იყოს პირიქით ძალიან ცუდი და მავნებელი. ავიღოთ მაგალითად ნებისმიერი ავტორიტარული რეჟიმი და ავიღოთ ფაშიზმი როგორც მაგალითი ამისა. როდესაც საზოგადოებასთან მიკუთვნებულობის თვალსაზრისით იმისთვის, რომ ადამიანი იყოს საზოგადოებასთან მიკუთვნებული, ის იზიარებს იმ დოგმებს და იმ ფასეულობებს და იმ ნორმებს, რომელიც იმ მომენტში იმ საზოგადოებაში არსებობს. თუ მაგალითად 30-იან 40-იან წლებში, იგივე გერმანია და არა მარტო გერმანიაში, ხო, ევროპაში იყო პოპულარული ფაშიზმი, რაღაც ქვეყნებში. მაშინ ნიშნავს ეს, რომ უმრავლესობა იზიარებდა ამ იდეას ნებისმიერ შემთხვევაში. ამიტომ საზოგადოებასთან მიკუთვნებულობის თვალსაზრისით მისი სინდისი სისტემურ დონეზე იყო დაკმაყოფილებული, ანუ ის არაფერს ცუდს არ აკეთებდა. მას ჰქონდა გარკვეული ლოგიკა, რატო აკეთებდა ამას და ის გარკვეულწილად ემსახურებოდა თავის ქვეყანას. თავის თავში ხსნიდა ეს. თავის თავში ხსნიდა, რუსეთი აიღე. მე საბჭოთა კავშირი ავიღო დღევანდელი რუსეთი. ჩვენს მაგალითად ძალიან საინტერესო არის, მგონია საბჭოთა კავშირი არ შეგაწყვეტინებ გავაგზავნოთ და მე ხო, ანუ ისტორიაში ძალიან ბევრია ესეთი кейსები, ხო, როდესაც ის თავისუფალი სინდისით კლავდა ადამიანებს, აწამებდა და კლავდა ადამიანებს, ხო? მაგრამ მას ჰქონდა ლოგიკა, რატო აკეთებდა ამას. და ის ლოგიკა მას აერთიანებდა საზოგადოებასთან და მის წევრად აღიქვამდა თავს და დაცულობის განცდა ჰქონდა. მაგრამ ტრანსცენდენტული თვალსაზრისით, ანუ სამყაროს მოწყობის თვალსაზრისით, სიკეთისა და ბოროტების თვალსაზრისით ეს იყო უდიდესი ბოროტება. ანუ მისი სინდისი რაღაცა დონეზე იყო თავისუფალი და სუფთა, მაგრამ რაღაცა დონეზე ეს იყო უკვე მსხვერპლი. ანუ იგივენაირი მსხვერპლი იყო, როგორც ის, რომელიც ამ წრებრუნვაში ჩაერთო. ამ შემთხვევაში ოპოზიციური მხარეები ორივე ერთი და იგივე მანკიერი წრის წრებრუნვაში არიან ჩართულები და ორივე მსხვერპლი არიან და ორივე სიმპტომია. და ძალიან საინტერესოდ ჰქონდა დაყენებული განლაგება სხვათა შორის ჰელინგერს და ეს იყო შერიგება. ეს არის შერიგება ყოველთვის. შერიგება ამ დონეზე შეიძლება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ. ვერ მოხდება პიროვნულ და საზოგადოებრივ დონეზე შერიგება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს ჩვენთვის, რომელსაც გვაქვს პრობლემები აფხაზეთის და ოსეთის, ხო? ჩვენ ვიცით, რომ ძალიან ბევრი გადაცდომა იყო ადამიანური თვალსაზრისით. როგორ შეიძლება, რომ ერთმა ადამიანმა მეორე ადამიანს ესაპატიოს? ფაქტობრივად ეს შეუძლებელია, მაგრამ ტრანსცენდენტულ დონეზე თუ ჩვენ გავიგებთ, რომ ორივე ჩვენ ერთი და იგივე ბოროტების მსხვერპლი ვიყავით და ერთი და იგივენაირად წამოვეკიდეთ ამ პროვოკაციას ორივე,
მაშინ ჩვენ თანაბარი ვართ თამაში. ეს არის ერთადერთი საშუალება, როცა ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთი დავინახოთ და ერთმანეთს დაველაპარაკოთ. რა თქმა უნდა, მომავალ თაობებს ამის შანსი უფრო მეტი აქვს, ვიდრე უშუალოდ იმ ადამიანებს, რომლებიც ამაში იყვნენ ჩართულები. და ზუსტად ჰელინგერის განლაგებაშიც ესე იყო, რომ ეს შთამომავლები იყვნენ სწორედ მახსოვს. ეს არის პირველი ნაწილი, როდესაც საუბრობთ მიკუთვნებულობაზე, ხო? აქ ერთ რაღაცას ვიტყვი, უბრალოდ თან ჩავიწერ შერიგებულობას და მაგას მე როდესაც გადავალთ უკვე სხვა იმდებზე, ეგ განვიხილოთ რა ხელმძღვანელობა აქვს შერიგებულობას და ეგ არის მგონი ამოსავალი პატიება, ხო? შერიგებულობა, ეს არის ამოსავალი ამბავი. უბრალოდ აქ ვიტყვი ერთ რაღაცას, რომ ეხლა ეს ეპიზოდი ცოტა მერე დაიდება, მაგრამ დღეს დაიდება ეპიზოდი, სადაც საუბრობ საბჭოთა კავშირის ტრამვაზე. 1927-1928 წლებზე. უბრალოდ ეს თემა ცოტა გავშალოთ, ძალიან საინტერესოა რა, მგონია რომ ბევრ ადამიანამდე ეს ნიუანსი უნდა მივიდეს, რომ გაცნობიერება მოხდეს რაღაცების. და იქ ჩემი სტუმარი ისტორიკოსი იძახის ესეც რაღაცას, რომ ჩვენ როგორც წესი ერთ კონკრეტულ პიროვნებაზე გვაქვს ხოლმე ბრაზე და ერთ კონკრეტულ პიროვნებას ვაძაგებთ და აქ რეალურად სისტემას უნდა შევხედოთ რა, იმიტომ რომ ეხლა შენ თქვი ძალიან მაგარი რაღაც, რომ ორივე მსხვერპლი არის, ხო? იქ ის ადამიანი, რომელმაც სისტემის სახელით რაღაც გააკეთა, ისიც სისტემის მსხვერპლია და ის, ვინც მას დაუშავა, მან დაუშავა ვიღაცას, ისიც მსხვერპლია. და ჩვენ ხო ზიზღი გვაქვს რეალურად, ძალიან სერიოზული ზიზღი გვაქვს, ხო? ეხლა ადამიანურ დონეზე გასაგებია, რატო გვაქვს ზიზღი და რატო შეიძლება გვეზიზღებოდეს, მაგრამ აი ეს რაღაცა შერიგების ამბავი თუ არ მოხდა, ალბათ ეგ გამთლიანება, რაც ჩვენ ალბათ, რავი, საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს სურს, ალბათ არ მოხდება, ხო? რა თქმა უნდა, ესე არის, იმიტომ რომ გააჩნია რა დონიდან შევხედავთ ამ ყველაფერს. პიროვნული ბრაზის დონიდან ეს საკითხები მოუგვარებელია. რაღაცა დონეზე ეს საკითხები უპატიებელი შეიძლება იყოს ამ დონიდან ყოველთვის. მაგრამ რა არის კონფლიქტის მოგვარება? აი მაგალითად, ჩვენ როცა ორგანიზაციებში ვმუშაობთ, ძალიან ხშირად ამ ტექნიკებს ვიყენებთ ხოლმე, იმიტომ რომ ორგანიზაციებში ხშირია კონფლიქტები, გასაგები ახლა არა ისეთი, როგორიც ვთქვათ ახლა რა მაგალითიც ახლა იყო მოყვანილი, მაგრამ კონფლიქტი ოჯახში შეიძლება იყოს კონფლიქტი, ხო? პირველი რითიც იწყება კონფლიქტის მოგვარება და ამისი ტექნიკები არის ის, რომ არასდროს არ წავიდეთ წარსულში და არ დავიწყოთ იმის გახსენება რა იყო, რატომ მოხდა, ვინ მართალი იყო, ვის რა სიმართლე ქონდა, თავის სიმართლე ყოველთვის აქვს ორივე მხარეს. ორივე მხარეს აქვს სიმართლე. ანუ აზროვნება და ფიქრი იწყება სხვა წერტილიდან. კონფლიქტის მოგვარებაში ფიქრის საწყისი წერტილი უნდა იყოს სხვა და ის უნდა იყოს სწორედ სამყაროს მოწყობის, ავკარგიანობის და საერთო ინტერესიდან გამომდინარე და არა იმ კონკრეტული პარტიკულარული რაღაცა ვიწრო ხედვიდან. იმიტომ რომ ვიწრო ხედვა ყოველთვის შემზღუდავია. როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ აი მაგალითად ინტერესებია წინ თუ მოთხოვნილებები, კონფლიქტის მოგვარების დროს ყოველთვის მოთხოვნილებები უნდა დადგეს უფრო წინ ვიდრე ინტერესები. მაგალითად მოთხოვნილებები გლობალური რამ არის, ხო, ის ბაზისური შეგრძნებებია, როგორც არის უსაფრთხოება, როგორც არის ბედნიერება, როგორც არის შვიდობა და ასე შემდეგ. რაც ყოველთვის არის საერთო. ყველას უნდა ეს ამოსავალი წერტილი, იმიტომ რომ ადამიანისთვის ბაზისურია. მაგრამ ინტერესი შეიძლება ძალიან რადიკალურად პოლარული და განსხვავებული იყოს. ინტერესი არ ვიცი მე, იცი თქვენ რომ ორი გოჯი მიწისთვის ძმა მოუკლავს. ინტერესები მან მაგ დონეზე შეიძლება დაეცეს. და მით უმეტეს, როცა პირობით სახელმწიფოებს ვეხებით, მით უმეტეს, როცა ამ ქალაქში დგას, რა თქმა უნდა, და სულ სხვა ინტერესები დგას და სულ სხვა, მათ შორის ფინანსური ინტერესები დგას, ეს ხო გვესმის ჩვენ, არა? ამიტომ ინტერესი სხვა შრეა, მოთხოვნილებები სხვა შრეა. ყოველთვის მოთხოვნილებებზე უნდა დავიდეს, ხო? და როდესაც მოთხოვნილებებზე დადის, ანუ მაინც ამ ტრანსცენდენტულ აზროვნებაზე დადის, იქ ყველაფერი გასაგები არის. უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ნება ორივე მხრიდან. ამისი მოთხოვნილება უნდა იყოს უკვე, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდეს. აქ არის ესეთი ცნება, როგორიც არის ფსიქოლოგიაში ცნობილი, როგორც კრიტიკული მასა. ანუ რაღაცა ერთეული ტრამვის, ერთეული უკმაყოფილების, ერთეული პრობლემის უნდა დაგროვდეს. იმისთვის რომ პროცესი დაიძრას, რომ ადამიანი იქნება თუ საზოგადოება იქნება, სუბიექტი ავიღოთ რა, მას უკვე ქონდეს ინტერესი, რომ მიიღოს გადაწყვეტილება და ამითი დაასრულოს თავისი ეგრეთ წოდებული ტრანსგენერაციული დამღები. აი მაგალითად, პირდაპირ წერია ეს ნებისმიერ სახელმძღვანელოში და მე შემხედრია ყოველდღიურად სისტემურ განლაგებაში და დამღებზე მუშაობის დროს. ძალიან საინტერესოა ესეთი რამ სხვათა შორის, რომ ეხლა მე არ მინდა რომ მისტიფიკაცია მოხდეს, იმიტომ რომ სისტემური განლაგება არ არის მისტიკური თემა.
ის აბსოლუტური ფიზიკა არის და ამას მივმალთ მერე და ვისაუბრებთ აუცილებლად. ამაზე. მაგრამ არის რაღაცები, რაც რაღაცა თვალსაზრისით ცოტა გაუგებარი შეიძლება იყოს, თქვათ ესეთი კარტეზიული აზროვნების ადამიანისთვის რა. ჩვენ გაგვიგია, რომ აი ძველებმა იცოდნენ თქმა, რომ ცოდვა 7 თაობა გადადისო. მე წამიკითხავს ლიტერატურაში, სისტემურ განლაგებაში, რომ ტრანსგენერაციული, ანუ თაობიდან თაობაზე გადასული დამღები, ანუ აი ესეთი სისტემის დისფუნქციები, მე-7 თაობაზე ჩერდება. ჩერდება? ქრება, ახალი სისტემა იწყება. ისევ იმიტომ რომ რაც ახსენა რომ დაგროვდა? ხო, რაღაცა ხდება. და იმ რაღაცა მე-7 კრიტიკული თაობამ მასა ხო შეიქმნა გადაწყვიტა უკვე. რომ პირობითად წერტილი დაესვა? ესე იგი არის ესეთი რა, მე-7 თაობამდე, ანუ მე-7 თაობაზე ნულდება. სისტემა ნულდება და ახალი იწყება. ეს არის რაღაც რო გვესმოდეს უფრო აი სამყაროს გონიერება, გარკვეული რეფრეში არის რა, რომ განახლების ციკლია გარკვეულწილად, ხო? მაგრამ მე-7 თაობამდე ძალიან ხშირად ჩნდება ერთი ადამიანი, პირდაპირ ესე წერია, ჩნდება ერთი ადამიანი, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას, რომ დაამთავროს ეს ტრანსგენერაციული დამღა. ხო, ეს მისი გონიერება და მისი სიბრძნე არის. და გარკვეულწილად შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ, რომ მისი სისტემისთვის ეს არის, არ ვიცი როგორი სიტყვა ვთქვა სწორი, არ ვიცი ეს ბელადია ლიდერია თუ ვინ არის, ეს არის პიროვნება, რომელიც ამ გადაწყვეტილებას იღებს, ამ პასუხისგებლობას იღებს, რითი იღებს ამ პასუხისგებლობას? ის ცვლის აზროვნებას. ის იღებს გადაწყვეტილებას, რომ ჩემით ეს ყველაფერი ამ სისტემაში დამთავრდება. სხვაჭირს ერთი ფილმი არის, ისეთი ძალიან ჰოლივუდური ფილმი არის, სინამდვილეში უბრალოდ თვითმფრინავში უყურე, არასდროს მას არ უყურებდი, რო გესმოდეთ, მაგრამ ძალიან საინტერესო სცენარი იყო ამ თვალსაზრისით, რომ იქ არის მოძალადეობა ქმარი ცემს ცოლს მუდმივად და ეს შვილია ამ ოჯახის, რომელიც მერე თხოვდება არაჩვეულებრივი ქმარი იყოს, რაღაცა ეს ქმარიც გამოავლენს ამას და მერე ძალიან ნანობს ამას, მოკლედ ყველაფერი მოინანიებს, მაგრამ ეს გოგო მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უყვარს ეს თავის ქმარი, არ ურიგდება და მიდის მამის საფლავზე, დედამისთან და თავის შვილთან ერთად, გოგო ყავს მასაც შვილი და ამბობს მამის საფლავზე, რომ ჩემით ეს დამთავრდება ამ სისტემაში. ხო, აი ეს ძალიან დამღური, აი ისეთი ზუსტად redecision-ის, ანუ ხელახალი გადაწყვეტილების მიღების სიტყვები არის. და სისტემურ განლაგებას აქვს თავისი რიტუალები, სიტყვები. როდესაც კლიენტი აი ესეთ რაღაცებს ხედავს, იაზრებს და იქ ამთავრებს. რა არის ახლა ეს, როდესაც პრობლემა არის გადატანების სივრცეში, ხო, ამაზე მე უფრო კარგად ვისაუბრებ, მაგრამ ეს ხო არ არის რაღაცა ახლა სპექტაკლი, რომელიც დადგმულია, ხო? შენი პრობლემა სივრცეშია განლაგებული, შენ გარკვეულწილად მოშორებითი თვალით ამას ყველაფერს ხედავ, მე შესაძლებელია ამაში ერთვები, იაზრებ ამ ყველაფერს და ამბობ აი ამ სიტყვებს, ეს საკრალური სიტყვები კი არ არის რაღაცა შელოცვა რა, ეს არის შენი გააზრების პროდუქტი. და როდესაც შენ ამასაც ცნობიერებ, როდესაც ამას შენ ემოციურადაც და ანალიტიკურადაც ატარებ, ამითი ამას ამთავრებ. იცვლება შენი ქცევა და ამითი იცვლება დამღა. და ეს დამღა და ეს შეზღუდვა და ეს დისფუნქცია არა მხოლოდ შენ დონეზე ჩერდება, არამედ შენი თაობების დონეზე. მე მქონდა ერთი ძალიან საინტერესო кейსი. დაახლოებით 1.5 წლის წინ იყო განლაგებაზე ერთი გოგო, რომელიც დიდი ხანია მუშაობს და მას ჰქონდა ძირითადი პრობლემა ნდობის და მამაკაცებთან ურთიერთობის. რომელიც ასევე თაობების პრობლემა იყო. და როცა სისტემურ განლაგებაზე მივედით იმ წერტილამდე, როცა ყველაფერი გასაგები იყო, იქ რა ხდებოდა, რომ ის გარკვეულ დაჟჯის პროგრამაში იყო თავისი მშობლების, მამის, დედის და ამის გამო ატარებდა უკვე ამ ყველაფერს და აი გარკვეულ თვითსაბოტაჟში იყო, ხო, და თავის თავსაც იზიანებდა ბუნებრივია ამ ყველაფრით. და ეს ყველაფერი კარგად გამოჩნდა და მის წინაშე დადგა პარტნიორი, როგორც სიმბოლო პარტნიორის, უბრალოდ, როგორც მამაკაცის სიმბოლო, მისი მომავალი და იყო გარკვეული რიტუალი, რაღაცა სიტყვები, რომელიც მას უნდა ეთქვა. და ბოლო მომენტში მან უარი თქვა ამას. და მე მაშინ მას ვუთხარი, რომ გილოცავ, შენ ეს გადააბარე შენ შვილს. შენ ეხლა მიიღე გადაწყვეტილება, რომ აიღე ეს ტვირთი და მიეცი შენ შვილს. აი ესე ჩაუდე ხელებში. შვილი ყავდა უკვე. კი, გოგო. აი ესეთი რამებიც ხდება. რატომ მოხდა ეს? იმიტომ რომ ვერ გამოვიდა თავისი მშობლის დაჟჯის პროგრამით. ხო. მისთვის დაჟჯა უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე თავისი შვილის ბედნიერება. მოვა მომენტი, როდესაც ის ამას გაიაზრებს. ამ მომენტში ეს ამისთვის მზად არ იყო. სისტემურმა განლაგებამ თუნდაც ეს ანახა. რომ ჯერ ამისი ჯერ კრიტიკული მასა არ იყო არ შეიქმნა ეს, როდესაც ძალიან ხშირად კრიტიკული მასა არის გამოხატული გაბრაზებით.
კი. გაბრაზება არის უდიდესი თემა. ბრაზი არის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო თვისება, როდესაც ის არის ზეფუნქციური, რა თქმა უნდა, ის ნეგატიური არის, ყველაფერი ნეგატიურია ზეფუნქციური. ბრაზი ეს არის სამოქმედო ენერგია, ეს არის დამძრავი ენერგია, რა თქმა უნდა. ასევე ერთ-ერთი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ სისტემური განლაგებიდან. როდესაც კლიენტი მუშაობდა ზედოზირებულ სიბრაზეზე, ამბობდა რომ ძალიან დიდი სიბრაზეა ჩემში, არ მესმის საიდან მოდის ეს სიბრაზე, რატო არის ჩემთვის მნიშვნელოვანი რომ სულ ვიღაცა დავსაჯო. ანუ სულ დაისჯის რეჟიმში იყო, ხო? ძალიან კარგად გამოჩნდა რა იყო ეს და ეს ზუსტად ის იყო რაც დედამისმა გადმოსცა ამ ქალს. და მაგრამ იყო ძალიან საინტერესო ასპექტი. როდესაც და სიბრაზე, როგორც რეპრეზენტატორი, ანუ განმასახიერებელი სიბრაზის დადგა სევდის პირისპირ. თუ ის არ ვარდებოდა სიბრაზეში, ის ხელებს უშვებდა და ვარდებოდა დეპრესიაში. ამიტომ ყოველთვის, როდესაც სიბრაზე შემოდიოდა მის ცხოვრებაში, მას უნდა დაესვა თავის შეკითხვა. რა ენერგიას მაძლევს ეხა მე? რა სამოქმედო ენერგიაა ის, რაც მე უნდა მივიღო, გამოვიყენო, ვიმოქმედო იმისთვის, რომ არ ჩავარდე დეპრესიაში, თუ მიდრეკილება იყო დეპრესიის. ხო, და გამკლავების მექანიზმად მოიგონა დეპრესია. კი არა და სიბრაზე, რომ დეპრესია არ ქონოდა რა სიკიში. მაგრამ იყო გარკვეული ზედოზირება. როგორც კი ეს ისეთი ნათელი იყო. უცხო თვალისთვისაც კი გასაგები იყო, რომ ეს ამის პირისპირ იდგა. ამიტომ და რატო იყო პრობლემა? იმიტომ რომ ამას ეწინააღმდეგებოდა ამ ბრაზს. იმიტომ რომ სოციალურად ბრაზი მით უმეტეს ქალისთვის ძალიან მიუღებელია, ხო? და პრობლემას ქმნიდა ზუსტად რეზისტენტულობა. ანუ როდესაც მან დაინახა, რომ ბრაზი შემოდის როგორც სამოქმედო ენერგია, მან პირიქით უნდა მიიღოს და არა დაუწყოს ამას წინააღმდეგობა და ენერგია ამაში არ უნდა დახარჯოს ამასთან წინააღმდეგობაში. პირიქით მიიღე და პირიქით გაიგე რა უნდა, ეხა რას გეუბნებას, როგორ უნდა ვიმოქმედო. როცა ვბრაზდები, ესე იგი უნდა ვიმოქმედო და არა ის რომ უნდა დავსაჯო ვიღაცა, ხო? და ის რომ ის სასარგებლოა, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში დეპრესია რომლის მაგალითებიც იყო მის ცხოვრებაში, ეპიზოდები, პირდაპირ ფაქტობრივად იქ კლინიკური დეპრესიის სურათები იყო და აქედან გამოსვლის ერთ-ერთი საშუალება იყო. ზოგადად შეგრძნებები არასდროს არ არის ნეგატიური. შეგრძნება შემოდის იმისთვის, რომ რაღაცა გვითხრას. რა თქმა უნდა. როდესაც ის ზედოზირებულია, უკვე სიმპტომია. სიმპტომი კი მოდის სისტემიდან. სისტემური განლაგება გვაჩვენებს ამას. სად დაირღვა სისტემაში და როგორ დაირღვა სისტემაში რაღაცა კანონზომიერება, რამაც მოგვცა სიმპტომი, ანუ დისფუნქცია, რისი დანახვითაც ჩვენ შეგვიძლია რომ ის გამოვასწოროთ. აქ არაფერი არ არის საჭირო, აქ არ არის ხელშეკრულებების დადება, ამის დანახვა და უბრალოდ აღქმა არის საჭირო, მეტი არაფერი. კი, მე მოვუყვები ასევე რომ მოკეთ ეს პირველად იარო ჩემთან იყო სტუმრად. ძალიან დახტოვანებული ვიყავი ზოგადად ყველაფრით და მოკეთ ამ დამბაჭდა სისტემურ განლაგებაში მივიღე მონაწილეობა. აქვე ვიტყვი რომ ერთი სიამოვნება არის ამ ადამიანის ყურება ამ პროცესში და მაგიტომაც მინდა რომ უშუალოდ იას ჩატარებულ სისტემურ განლაგებაში მოხვიდეთ და მე ვიყავი გაოცებული როგორ არ ვიცი აი მგონია რომ რა ხიბლიც აქვს ამ სისტემურ განლაგებას აქ ეგრო შეიძლება შენ მუშაობდე თერაპევტთან პირობითად ვიძახი და იმუშავა სადღაც აუცილებლად მიხვალ კი ანუ ამოხსნი რაღაცას ამ უხსნელი შეიძლება არც არაფერი არ არის ცხოვრებაში მაგრამ 1 საათში 2 საათში აი ესე წერტილს დაგისვავს და გეუბნება რომ შენ ეხლა ის რაც გჭირს ცხოვრებაში მოდის აი აქედან და აი აქედან წამოვიდა და შენ შეგიძლია ეხლა ამაზე იმუშაო. თუ გინდა რომ პირობითად ისევ და ისევ ჩაკეტილი წრე გაარღვიო და მიხვიდე რაღაცა შედეგებამდე, იმიტომ რომ ეს ჩვენ ეხლა ისეთ რაღაცებზე ვაპარაკობთ, რაც ყოველდღიურობაშია და ძალიან გვტანჯავს და ხელს გვიშლის რაღაცებში. მე ჩემ თავზეც გამოცადა იქ რო ვიყავი რომ ჯერ ნუ იქ რაღაც სასწაული ხდება ხო ანუ ესე მართლა ხანდახან მგონია რომ ენით აუხსნელია თუ იქ არ გამოცდი იქ რაც ტრიალებს რა და ეს დამდგარი ამოცანები ისე იხსნება და ისე შემოდის ეს პერსონაჟები რომლებიც შენ წარმოდგენა არ გაქვს ხო როგორ არის რომ თუ გინდა მოდი სპეციფიკურად ვთქვათ როგორ დგება თვითონ ანუ რა ხდება რომ მე ხა ძალიან ჰაერზე არ ვილაპარაკო ჩემ ემოციებით კი ბატონო ხო, თუმცა შენი ემოციები ძალიან მნიშვნელოვანია. მოვყვები ამას უბრალოდ ანუ აი ხო, თვითონ ის მოვყვეთ სტილისტიკა და მე მოვყვები ჩემ ემოციებს. ზუსტად. მე გეთანხმები ერთ რამეში რომ რთული ასახსნელია სისტემური განლაგება.
უჭირთ ადამიან კარგად ვინც იცის და კარგი ფასილიტატორიც კი რთულად ხსნის ამას გაუგებარია. არის რაღაცა რაც უბრალოდ უნდა გამოცადო. ერთი რაც შემიძლია მე ხარ რა თქმა უნდა ავხსნი ამას ყველაფერს არ იქნება ეს გაუგებარი, თუმცა დამერწმუნეთ რომ ველში ბევრად მეტი ხდება. აუ და ამისი გადმოცემა ხშირად სიტყვებით მე ცოტა მე გაუგებარი. შევეცდები მინიმალურად. ნამდვილად ესე არის. აი ველში ბევრად უფრო მეტი ხდება და ეს არის ძალიან საინტერესო და სასარგებლო გამოცდილება, როგორც გამოცდილება. სულ რო შენი საკითხი არ დადგეს, იგრძნო ის რაც იქ ხდება და დაიჯერო რომ არ არის მხოლოდ გონება და ტვინი. არსებობს კიდე სხეული, გული და შეგრძნებები. და რამოდენ რამეს გვეუბნება ჩვენი შეგრძნებები, ხო? რომელიც ძალიან ცალსახა და გასაგებია იმ მომენტში და ხანდახან გიკვირს, რომ რატო გრძნობ ახლა ამას? საიდან არის ესეთი კონკრეტული და აი გაუსაძლისი შეგრძნება, რომ ვერც იკავებ თავს, რომ არ თქვა, რომ ეხლა ჩემს ხელში რაღაც ხდება, ხო? რაღაც ხდება, ანუ ამ შემთხვევაში შენ გრძნობ იმას, რასაც რომელიღაცა რეპრეზენტატორი გრძნობდა. ეს ძალიან სასარგებლო პროცესია, იმიტომ რომ ჩვენ დაცულად შეგვიძლია შევიგრძნოთ ის დიაპაზონი ძალიან დიდი შეგრძნებების, რომელიც შეიძლება ადამიანმა 9 ცხოვრება იცხოვროს და ვერ გამოცადოს. ზუსტად და ეს რაღაცნაირი ერთიანობა ამ არ ვიცი სამყაროს ბუნების ყველაფრის რო გრძნობ, რო აი ერთი ხარ და რო ხვდები რომ იმ სისტემაში ადამიანი რომელსაც ახლა მე მაგალითად ხო როცა ვიყავ ფაქტობრივად არავის არ ვიცნობდი ხო მაგრამ რო ხვდები რომ ერთი ხართ ანუ ჩვეულებრივად იმის გრძნობა შენ გრძნობ და როგორი ერთიანია ეს ყველაფერი აი მაგის მინიმუმ მაგის შესაგრძნებად უნდა მოხდეს ადამიანი ძალიან კარგად მუშაობს შეგრძნებებზე ვისაც აქვს დეფიციტი აი სხეულთან ურთიერთობის პრობლემები ვისაც აქვს შეგრძნებების განცდის საშუალება ვისაც არ აქვს თავის დროზე დაბლოკილი იყო ეს ხო ამის დასაბრუნებლად სხეულთან ორიენტირებული ტექნიკები ჩათვალეთ რომ ერთ-ერთი სხეულზე ორიენტირებული ტექნიკა არის ძალიან სასარგებლოა ემპათიისთვის რომ ადამიანმა ემპათიურობა დაიბრუნოს არის ესეთი კატეგორია რომელსაც აქვს ცოტა აქაც გარკვეული რეზისტენტულობა ისევ და ისევ ტრამვების გამო ამიტომ ძალიან სასარგებლო საქმე არის მომენტ დაუბრუნდეთ მაშინ და ავხსნათ რა არის სისტემური განლაგება სისტემური განლაგება ზუსტად არის ის რაც შენ გვანცა თქვი ის ერთ წერტილს ანათებს მას არ აქვს იმხელა მოცვა რამ ხელა მოცვაც აქვს ტრენინგებს რა თუნდა მასაუბარი ან მაგალითად თერაპიას რომელიც ხანდახან წლები გრძელდება იქ მოცვა უფრო მეტია მაგრამ ერთი მტკივნეული წერტილი, ესეთი სპოტლაითი ამ მტკივნეულ წერტილზე განათება იმ წერტილის და ყველაფერი ცხადია. ამიტომ წერტილოვნად ის ძალიან კარგად მუშაობს. ჩემი აზრით ეს არის იდეალური საშუალება ტრენინგებთან ერთად. ასევე, აი როდესაც ამ პროცესში ხარ ადამიანი კიდევ ეს. თუმცა ეს ცალკე ვორქშოპია და ეხლა განლაგების სპეციალისტები ხშირად არიან მარტო განლაგებას აკეთებენ და მეტი არაფერს. ამიტომ ეს თავისთავად დამოუკიდებელი ტექნიკა არის. არის კლიენტი პირველ რიგში დავწყოთ იქიდან, რომ სისტემური განლაგება შედგება 4 ნაწილისგან. პირველი ეს არის კლიენტი, რომელიც აყენებს თავის განლაგებას. მას აქვს თავისი საკითხი, რომელიც დგება. ეს საკითხი უნდა იყოს ნათლად ჩამოყალიბებული, ის უნდა იყოს ძალიან კონკრეტული. ამიტომ ყველა საკითხი არ არის განლაგებისთვის. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ხანდახან მოდის ადამიანი და ის არ არის ჯერ ჩამოყალიბებული საკუთარ საკითხში. მინდა ვიყო კარგად, ეს არ შეიძლება იყოს საკითხი. ხო ის რომ კარგად არ ახარ რაში არის გამოხატული აი უნდა იყოს კონკრეტიკა ყველა შემთხვევაში ხო არის კლიენტი რომელიც აყენებს თავის საკითხს არიან რეპრეზენტატორები იმიტომ რომ ეს საკითხი იშლება კომპონენტებად და თითოეულ კომპონენტებს განასახიერებს გარკვეულწილად სხვადასხვა ადამიანი შეიძლება ეს იყოს ნიადაგის ღუზე შეიძლება ეს იყოს ადამიანი ხო რას ნიშნავს განასახიერებს? განასახიერებს, როცა ვამბობთ, აქ არ არის არაფერზე თამაში, იმიტომ რომ მაგალითად ფსიქოდრამაში არის თამაშის კომპონენტები, არაფერი. ადამიანი დგება და უბრალოდ კონცენტრირდება მის შეგრძნებებზე, მის სხეულებრივ შეგრძნებებზე, თავის საერთოდ არ მოქმედებს და სხეული გელაპარაკება. მაგალითისათვის, გამოდის განლაგებაში ადამიანი, რომელიც ამბობს და ის არის მაგალითად კლიენტის ბებიის განმასახიერების კონკრეტულ მაგალითს გეუბნებით. და ის ამბობს, რომ მარცხენა ფეხი ძალიან ამტკივდა. აღმოჩნდა, რომ ბებიას მარცხენა ფეხი არ ჰქონდა. და აწუხებდა ფანტომური ტკივილები, რაც ძალიან საინტერესო. ანუ ვიცი თქვენ ეს რომ სწორედ არ არის კიდური და აქვს ეს ფანტომური ტკივილი. საიდან? და წარმოგიდგენ არა, გვაქვს კლიენტსაც არ ვიცნობთ, არამც თუ იმის ბებიას და იმის მარცხენა. ხო, ისტორია არ ვიცით არაფერი საერთოდ. კონკრეტული შეგრძნებები, თირკმელები მტკივა. არ ვიცი, ამტკივდა აი რაღაც ესეთი. მე მაგალითად მუცელი მტკიოდა, მაყურებელს ვეტყვი, მუცელი მტკიოდა და მე ბოლოს გაირკვა, რომ
მე ვისი რეპრეზენტატორიც ვიყავი, იმ ქალს ჰქონდა მუცელი მოშლილი. და ის იყო ერთ-ერთი წერტილი, რის გამოც ანუ ამ ამ მოშლაზე ბევრი რამე იყო აწყობილი, თლიანად დარჩენილი იყო ამ ფაქტობრივად, ხო. გლოვაში. კი. და ამიტომაც მაგრამ ეს იყო მაყურებელთა თქო, ეს იყო იმდენად მკაფიო. აი მთელი მუცელი მეწვოდა ძალიან დიდხან ამ სისტემა იყო ფაქტობრივად, მე მუცელი მეწვოდა. და როგორც კი მთავრდება გაგდის ეს. ყველა ხო, ეს არავის არ ეგონავს, რომ მე რაღაცა ერთი კვირა მოყვება ეს ტკივილი ან რაღაცა, დამთავრდა სისტემა, მორჩა ტკივილი გავიდა. ხო, ისე თავი აქტივად ტკვილები, სახსრები, რაღაცეები, ხო. ზუსტად ესე არის, ანუ შენ გაატარე, შენ შემოიტანე ინფორმაცია, შენმა სხეულმა გაატარა და შემოიტანა ველში ინფორმაცია და მეტი საჭირო აღარ არის, სხეული ამას აღარ განიცდის. დაამთავრა, ანუ მან თავის საქმე გააკეთა უკვე რა. დაახლოებით ესეთი რამე ხო, ანუ რეპრეზენტატორები, რომლებიც განასახიერებენ თავისი სხეულებრივი შეგრძნებებით, ვთქვათ, ამ საკითხის სხვადასხვა ასპექტს, ვთქვათ ესე, არის რა თქმა უნდა ფასილიტატორი, რომელიც მართავს ამ პროცესს და არიან მაყურებლები, ეგრეთ წოდებული ვიუერები. ეხლა განსაკუთრებულად მინდა გავჩერდე ვიუერებს. არსებობს ესეთი ცრუ წარმოდგენა, მაგალითად, რომ ნუ ახლა მე მაგალითად თუ საკითხი არ მაქვს და ახლა ხშირად რომ ადამიანს არ აქვს ჯერ საკითხი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია მონაწილეობის მიღება მაინც და არ ამირჩიეს რეპრეზენტატურად, რა მე ვზივარ და უყურებ, რა ხეირი მაქვს აქედან. ნუ ვთქვათ ახლა ცოტა უხეშად, მაგრამ ესე. ხეირი არის უდიდესი. კი. იმიტომ რომ სისტემურ განლაგებაში იქმნება, რასაც ეძახდნენ მცოდნე ველს. ანუ ველი იქმნება გარკვეული, რომელიც ახლა კვანტური ფიზიკის კანონებით ძალიან გასაგებია, რა ველია ესა, ამასაც დავუბრუნდები მერე. ამ ველში მყოფი ნებისმიერი ადამიანი ხდება გამტარი. ის ატარებს გარკვეულ ინფორმაციას და ძალიან ხშირად ატარებს იმ ინფორმაციას, რომელიც მასთან რეზონირებს. ესაც ძალიან ხშირად ხდება ხოლმე. მე მქონდა кейსი ესეთი, რომ ყავდა ერთი კლიენტი, ახალგაზრდა ქალი იყო ისეც, რომელსაც ჰქონდა ძალიან რთული ურთიერთობა მამასთან. მამა იყო ახალი დიდი ხნის გარდაცვლილი და ნუ ფაქტობრივად ის იყო უარყოფილი შვილი მამისგან. თუმცა იქ აღმოჩნდა რომ ცოტა სხვანაირად იყო ყველაფერი, მაგრამ ამ ქალმა თვითონ ესე იცოდა, რომ მამამ თქვა ფაქტობრივად უარი მასზე. ეს მოვიდა მამის საკითხის დასაყენებლად. მე ვურჩიე, რომ არ დაგვეყენებინა ჯერ მისი საკითხი, იმიტომ რომ არ იყო კარგად გაცნობიერებული ამ საკითხებში და ადრე იყო მისთვის ეს ინფორმაცია. როდესაც ადრეა კლიენტისთვის, კლიენტი კეტავს ინფორმაციას, დაკეტავს, ყველაფერს გაიგებს, ის ვერ გაიგებს. თუნდა ეგეთი ფაქტი გქონდა, კი. მერე შეიძლება გაიგოს 6 თვის მერე, 8 თვის მერე, მაგრამ იმ მომენტში ძალიან ზედაზირებულია ეს ინფორმაცია მისთვის და ამიტომ დამცავმა მექანიზმა იმუშავა ბუნებრივად და ის დაიკეტავს, თუმცა სხვები ყველაფერს გაიგებენ. ამიტომ იმას ვურჩი, რომ ყოფილიყო რეპრეზენტატორის როლში იმ ვორქშოპის. რა თქმა უნდა, მოხდა ისე, რომ სხვის განლაგებაში ის მამის როლში შევიდა. ეს არასდროს არ არის შემთხვევითი. არასდროს კლიენტი რეპრეზენტატორს შემთხვევით არ ირჩევს. ესაც სამყაროს გონიერება არის. გამოვიდა მამის როლში და როდესაც დამთავრდა, ურთულესი განლაგება იყო. უმძიმესი кейსი იყო ისეც. როდესაც დამთავრდა, ამ გოგომ თქვა, მე მამის თემა დავხურე. მე გავიგე რა ჭირდა მამაჩემს. მე გავიგე მამაჩემის ტკივილი. მე გავიგე რომ მან უარი არ თქვა ჩემზე. ეს იყო ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელიც მან შეეძლო მიიღო. ისევ ჩემთვის. ანუ ის ფაქტობრივად არ იყო არჩევანის წინაშე დაყენებული. ზოგადად, როდესაც შვილსა და მამას შორის ჩადგება დედა, თუ დედამ არ გაატარა მამა შვილთან ვერ მივა და ვერ შვილი მივა მამასთან. ეს кейსი იყო ზუსტად. როდესაც ერთმანეთთან ბრძოლის გამო მოხდა ეს ყოფილი, მამა გაიწია. მას უბრალოდ სხვა საშუალება არ ჰქონდა, იმიტომ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში. მთავარი ცენტრი აღმოჩნდა ბოლოს დედა და არა და მას ეგონა რომ იყო მამა. ეს იყო მამა, ყოველთვის დამნაშავეს ხშირად ხდება ხოლმე. და ამ გოგომ თქვა, ჩემს ყველაფერი გასაგებია. საინტერესოა, რომ მე როდესაც ესაუბრა დედას, დედამ თქვა, რომ კი, ეს ესე იყო ნამდვილად. ეს ძალიან შეგნებული ქალი აღმოჩნდა დედამისის საბოლოო ჯამში. და იმ მომენტში პატარაც იყო და ეს თავდაცვითი მექანიზმები მუშაობდა, გასაგებია ეს ყველაფერი აქ. ეხა არავინ არავის არ გააკრიტიკებს, ეს საერთოდ გამორიცხულია. მაგრამ ძალიან დასაფასებელია მისი მხრიდან, რომ თუნდაც წლების შემდეგ მან აუხსნა ეს ყველაფერი. თუნდაც ის, რომ მას სხვანაირად არ შეეძლო იმ მომენტში, არ იცოდა უბრალოდ იმ მომენტში და ყველაფერი დადგა თავის ადგილას. იმიტომ რომ ეს სიბრაზე, რომელსაც ატარებდა, ეს წყენა, რომელსაც ეს გოგო ატარებდა მამამისზე, მერე გადადიოდა მის ინტერპერსონალურ ურთიერთობებზე და ყოველ ჯერზე ტრიალდებოდა. ასეთი ტიპის მამაკაცებს პოულობდა. აი ამიტომ განლაგებამ გვაჩვენა, რატომ შედიოდა ამ ანკიერ წერაში მუდმივად.
რატომ იყოს სულ ტოქსიკურ ურთიერთობებში? რატომ იყოს სულ ურთიერთობებში, რომლიდანაც ან ის უნდა გაქცეულიყო, ან პარტნიორი უნდა გაქცეულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში იწყებოდა რაღაცა, არ ვიცი, მეորედ მოსვლა, ხო? აღმოჩნდა, რომ დისფუნქცია იქ იყო. იქიდან მოდიოდა ეს დისფუნქცია. როდესაც ეს გაცნობიერდა, დღეს ეს გოგო, ახალგაზრდა ქალი არის არაჩვეულებრივ ურთიერთობაში და ყოფილი დალაგებული და დაწყობილია, იმიტომ რომ უკვე აღარ არის ამ გადახლართვებში, ამას ეძახიან entanglement-ებს, ანუ გადახლართვები. ეხლართება თავისი წინაპრების და მშობლების ბედს, ხო? და სწორედ ეს არის და ძალიან ხშირად მაყურებელი არის ამ როლში ასევე ის თავისი შეგრძნებებით პასუხს ცემს ყველა იმ შეკითხვას, რომელიც ყველა თუ არა იმ შეკითხვების ნაწილს, რომელიც მას უდგას ახლა დღის წესრიგში და საერთოდ არ ჭირდება აქტიური მონაწილეობა არ ნიშნავს, რომ ის მოკლედ მხოლოდ აქტიურად მონაწილე ადამიანი არ მონაწილეობს. იქ მონაწილეობს ყველა. რამე პრივილეგია, განსაკუთრებული პრივილეგია არა. რა თქმა უნდა. როდესაც იქნება ველი, ჩვენ ყველანი იმ ველში ვართ. ჩვენ ყველანი თანაბრად ვატარებთ იმ ყველაფერს. ეხლა იქ ვინ იდგება და ვინ იჯდება, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. კი, გეთანხმები აბსოლუტურად და მეც რო ვიყავი, ვაკვირდებოდი ადამიანებს სახეებზე და ვხვდებოდი, რამდენი პასუხები მიიღეს აი ამ რაღაცა არ ყოფნით საერთოდ იქ მონაწილეობის არ მიღებით, მხოლოდ ჯდომით და ყურებით რაც ხდებოდა და ის როგორ რეზონირდებოდა, იმიტომ რომ მახსოვს რომ რაღაც რო ხდებოდა, აი თვალებში შევხედავდი და აი რო ენთებოდა და აი ხო აი ეგ განცდა რო ქონდა და ამიტომ ხო ძალიან მნიშვნელოვანია და მოგეთ მეგობრებო, აი ესეც საოცარ რაღაცაზე გეპატიჟებით და ხო არ მახსოვს თუ არა აღწერაში იქნება რეგისტრაციის ლინკი და იქ აიერეთ რეგისტრაცია და მე დაგირეკავთ თითოეულ თქვენგანს. ხო, მოდი იცი რა ვქნა, თუ სისტემაზე კიდევ რამის თქვა განლაგებაზე. ხო, ორი რაღაც კიდე კომპონენტი იყო, მე თავში ვთქვი, რომ სამი კომპონენტი არის. კი, აი მე გუნა მეკითხა ზუსტად. კი. პირველი როგორ ვთქვით, პირველი კომპონენტი ჰელინგერის მიხედვით ეს არის მიკუთვნელობა და აღხსენით რა არის. მეორე კომპონენტი ეს არის იერარქია. იერარქია ასევე უდიდესი თემაა, სხვანაირად მას ასევე წესრიგს ეძახიან ხოლმე. იერარქია ნიშნავს ასეთ რამეს, რომ შენზე ადრე დაბადებული შენზე უპირატესია. ნებისმიერ შემთხვევაში. თუმცა ეს, ნახეთ, აი რაღაცა ყოფით დონეზე უპირატესი ყოველთვის შეიძლება ვერ იყოს, ახლა მშობელი, რომელსაც აქვს, არ ვიცი, მაგალითად დემენცია, ვერ იქნება გადაწყვეტილების მიმღები ოჯახში და ამ თვალსაზრისით უპირატესი. აქ სხვა იერარქიაზეა საუბარი. იერარქია, რომელიც შენ გულშია. რომ დედა და მამა არიან, მათი მშობლები მათზე უპირატესები არიან, შენ მერედ გახარ და შენი შვილი მერედ დგას. რომ ეს არ დაირღვეს, რომ შენ არ დაიკავო დედის ადგილი და დედამ ან მამამ არ დაიკავს შვილის ადგილი, რასაც ქვია პერენტიფიკაცია, ანუ მშობლის ადგილის დაკავება. ძალიან ხშირად ხდებით, როდესაც მშობელი მოწყვლადია და შვილი იკავებს მის ადგილზე, ის ხდება ფაქტობრივად თავისი მშობლის მშობელი. გადამჩენელის როლში. გადამჩენელის როლი, რომელიც ასევე უდიდესი თემა არის ზოგადად საზოგადოებაში, ხო? იერარქია არის უდიდესი თემა ორგანიზაციაში. მე შემიძლია ვთქვა საკუთარი გამოცდილებით, რომ აბსოლუტური უმრავლესობა დისფუნქციების, რაც არის ორგანიზაციაში, კონფლიქტების, აი მის კომუნიკაციების, როდესაც რაღაცა გაუგებარია და შესაბამისად მე ბიზნეს პროცესების დისფუნქციების, ხო? ამაზეა კომუნიკაციაზე ყველაფერი აწყობილი. მოდის იერარქიის დარღვევიდან. რატო? დირექტორი ვინ არის და ვინ არის იმისი მოადგილე, ეს იცის ყველა. ეს იერარქია არასდროს არ არის ორგანიზაციაში დარღვეული. მაგრამ ჩემამდე მოსული, რომ ჩემზე უპირატესია რაღაცა შრესე. მე როგორც დირექტორმა, რომელიც 2 თვის წინ მოვედი და ჩემ დაქვემდებარებაში ადამიანი, რომელიც 20 წელი აქ მუშაობდა, ხშირად ეგ არ ვიცი. რასაც ვასწორებთ ორგანიზაციაში, ეგ იერარქია არის. ვინ ვის მერე დგას, ოღონდ სხვა დონის იერარქიაში, რომელიც არის გულის იერარქია. შენ გულში პატივისცემა ამ ადამიანების ყოველთვის უნდა იყოს. ყველა გადაწყვეტილების დროს. ეს არ ნიშნავს, რომ შენ როგორც ხელმძღვანელმა არ უნდა მიიღო ის გადაწყვეტილებები. შენ შეიძლება გაუშვა ნებისმიერ თანამშრომელი, აიყვანო ნებისმიერ თანამშრომელი და მიიღო ნებისმიერი გადაწყვეტილება. ეს შენი პასუხისმგებლობა, მაგრამ შენ გულში ყოველთვის უნდა იყოს იმის ცოდნა, რომ აქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ შენამდე და რომ არა ისინი შენ აქ არ იქნებოდნენ. და ამას ვასწორებთ. იგივე პრინციპი შეგვიძლია ვთქვათ ჩვენ ადამიანებს, როდესაც
გვაქვს მშობლების მიმართ და ჩვენი წინაპრების მიმართ ეს რაღაცნაირი ზუსტად. არ არსებობს ალბათ ადამიანი ამ ბოლო დროს მაგ დასკვნამდე მივედი არ არსებობს ადამიანი რომელსაც რაღაც ბავშვობის დამღა ტრამვა ნუ რა ახლა თქმა უნდა. ძალიან მძიმეს არ ვიძახი რა თქმა უნდა მაგრამ არა აქვს და ჩვენ ხშირად გვაქვს მეც მათ შორის არ ვარ გამონაკლისი ვისაც ქონია გაბრაზება ხო იმ მშობლების მიმართ და რაღაცნაირი უარყოფა წინაპრების იმიტომ რომ აი ხა ის რო ესე მოიქცა მე და აი ეგ შენ აგვიხსენი მე ჩემი ინტუიციით ძალიან რევს ყველაფერს და ეს უპატივცემულობა მერე ისევ ჩვენ გვაზიანებს ვინც ესე ვფიქრობთ მასზე. ზუსტად ის ჩვენთ ესეთ რამეს რომ ჩვენი მშობლების გასაგებია რომ შეიძლება მათ ცხადად რაღაცა დაუშავეს თავის შთამომავლებს. ხანდახან ეს ძალიან ცხადია ხოლმე, ხო? გასაგებია ეს ყველაფერი. მაგრამ საქმე ამაში არ არის, ისევ ამ დონეზე არ უნდა ვიაზროვნოთ. უბრალოდ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს მათი მძიმე გადაწყვეტილება იყო, იმ მომენტში მათ სხვანაირად არ შეეძლოთ და რომ ეს მათი ბედისწერა იყო. დავუტოვოთ მათი ბედისწერა. ნუ წამოიღებ შენ ამას და ნუ ატარებ ამ ტკივილს ამ ტრამვას, თუნდაც გაბრაზების და წყენის სახით და ნუ გადაულოცავ ამას უკვე გენეტიკურად შენ შთამომავლობას. დაუტოვე მას თავისი ბედისწერა. პატივი ეცი მას იმ ცხოვრებაში, რაც ცხოვრებაც მას ჰქონდა, როგორიც არ უნდა ქონოდა. ეს მისი იყო. შენი ცხოვრე სხვანაირად. აი აქ ეს არის ზუსტად რომ მე ვრჩები სისტემის ნაწილად, მე არ ვამბობ უარს ამ სისტემაზე მიკუთვნებულობაზე, რა თქმა უნდა, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ მე მათი ტრამვა უნდა ვატარო. მე ჩემებურად ვიცხოვრებ. მაშინაც კი თუ ამ სისტემის ნაწილი ვარ. ეს არის ზუსტად რაც დასაწყისში ვთქვი, ავტონომია ერთის მხრივ და მიკუთვნებულობა მეორეს მხრივ, რომელიც უნდა იყოს ერთად და ბალანსში უნდა იყოს. ეს ძალიან დიდი თემა არის. ახლა მესამე ეს არის ბალანსი, ზუსტად. ბალანსი არის ეს რომ რამდენსაც გავცემ იმდენი უნდა მივიღო. სისტემაში რამდენი კონტრიბუციაც ჩავდევი, სისტემამ იმდენი უნდა მომცეს. ხო, ახლა გასაგებია რომ ახლა ეს ვერ დაიდება სასწორის ფილებზე და ვერ აიწონება, მაგრამ ნუ ხო, შეგრძნებების დონეზე დაახლოებით. აქ არ არის მხოლოდ მატერიალური საკითხი, თუმცა მატერიალურად შედის ამ ყველაფერში, აქ არის ენერგია ყურადღება, მათ შორის კოგნიტური ყურადღება და ასე შემდეგ. აი მაგალითისათვის ერთი ესეთი кейსი ქონდა ასევე განლაგებაში. როდესაც ერთ-ერთი ასევე ქალბატონი ამბობდა იმას, რომ მუდმივად შედიოდა ერთი და იმავე ტიპის ურთიერთობებში, სადაც ნუ ფაქტიურად დედა იყო და შვილი იყო. ამას ათამაშებდა და ეგაც გამოჩნდა რატო ათამაშებდა. ანუ დედა იყო პარტნიორებთან. პარტნიორებთან დედის როლს თამაშობდა, ეს არ იყო პარტიტული ურთიერთობა და მისი ჩივილი იყო ასეთი, ყველაფერს ვაძლევ და არაფერს არ ვიღებ უკან. და მე ვუთხარი და ეს გამოჩნდა განლაგებაში. შენ არაფერს არ იღებ უკან, იმიტომ რომ ყველაფერს აძლევ. შენ არ უნდა მისცე ყველაფერი. შენ უნდა მისცე იმდენი, რამდენსაც შეძლებს რომ ის დაგიბრუნოს. იმ პარტნიორს ეძლევა განცდა, რომ ის ამდენს ვერ დააბრუნებს. ეს შეიძლება ძალიან არაცნობიერი იყოს, შეიძლება ძალიან არავერბალური იყოს, ეს შეიძლება არ იყოს ესე ნათქვამი და დათვლილი. მაგრამ როდესაც შენ ამოიღებ გულს და მე მაძლევ, მე არ შემიძლია რომ ამოვიღო გული და შენ მოგცე და უფრო მეც გეტყვი, ეს არ არის სწორი. პარიტეტი არ არის ეგ. ზრუნვა, თანაცხოვრება, პარიტეტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს დედის და შვილის ურთიერთობა არის იერარქიული. პარტნიორების ურთიერთობა პარიტეტულია, ის ჰორიზონტალურია, ის არ არის ვერტიკალური. როდესაც შენ ვერტიკალურ ურთიერთობაში შედიხარ, ანუ ბალანს არ ღვევ, პარტნიორი გარბის. ეს არის ერთადერთი, რაც მათ შეიძლება გააკეთოს დანაშაულის გრძნობით და ასე შემდეგ, ხო? აი ხშირად სირცხვილით, ანუ კიდევ უფრო ვაზიანებთ ამ შემთხვევაში მასაც და ვიზიანებთ თავს. ამიტომ ზომიერება, ბალანსი ეს არის ზომიერება, რომელიც სისტემაში და ზოგადად ფსიქოლოგიაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იყო ის სამი ძირითადი დოქტრინა, რაზეც დგას ჰელინგერის მიხედვით სისტემური განლაგება, როგორც წესი რომელიღაცის დარღვევა აქვს, მაგრამ სცენარები შეიძლება იყოს ძალიან მრავალფეროვანი. მაგალითად დავიღოთ ესეთი ძალიან ცნობილი ანორექსია და ბულიმიის кейსი, რომელსაც ჰელინგერი თვითონ ასე ხსნიდა ძალიან საინტერესო აღსანიშნავად სხვათაშორის მას. აი ეგოთ ბულიმია, რა არის ბულიმია? ხო, ეს არის ჭარბი საკვების მიღება და მერე პირღებენება გარკვეული ამ ჭარბის საკვების გამომწვევი. თავისთავად გამომწვევი ჭარბის საკვების მიღება არის. საერთოდ overeating ანუ ზედმეტი კვება, ხო? ძალიან დიდი თემა, ეს ყოველთვის ფსიქოლოგიური თემა არის და ყოველთვის აი განლაგება ძალიან კარგად აჩვენებს მან საიდან მოდის ეს ყველაფერი ხოლმე, ხო? იმიტომ რომ როგორც წესი კლიენტი ამას ვერ ხვდება, ეს თითქმის შეუძლებელია, რომ პიროვნულ დონეზე გაიგო ეს ყველაფერი. აი მაგალითად ჰელინგერი ამბობდა ესეთ რაღაცას. როდესაც დედა ან მამა, მაგრამ როგორც წესი დედა აკეთებს ამას, არ უშვებს შვილს მამასთან, რაზეც ვისაუბრეთ წეღარ. და მთელი სიყვარული და ყურადღება და ენერგია, რომელიც ბავშვმა უნდა აიღოს ორი მშობლისგან, ანუ დივერსიფიცირებული უნდა იყოს ორი მხრიდან.
იღებს მხოლოდ ერთი მხრიდან, იმიტომ რომ მეორე წყარო სიყვარულის ენერგიის ყურადღების არის დაკეტილი. ანუ ეს უკვე ფაქტურად ზედოზირებული არის. იწყება ჭარბი-კვება. ის ჭამს იმაზე მეც ვიდრე ჭირდება. მაგრამ მას უჩნდება დანაშაულის გრძნობა, იმიტომ რომ აქედან ვერაფერი ვერ მიიღო და ვერ გასცა და ამას იღებს უკან. ანუ ჭარბი-კვება არის დედიდან, ამოხება არის მამიდან. რა სიგიჟე. ვარ წარმოუდგენელი. ეს არის ჰელინგერის ახსნა ამისი ყველაფრის. აი რაღაცა ამაში ვზივართ ხოლმე. ძალიან ხშირად კვებითი აშლილობა დედის და მამის ურთიერთობა არის, ძალიან ხშირად. ხშირად არის აქ ესეთი ცხადად გამოხატული ოიდიპოსის კომპლექსი, ან ელექტრას კომპლექსი, ხო? აი ესეთი, როდესაც პარტნიორებს შორის არ არის ჯეროვანი ურთიერთობა, მათ შორის სექსუალური ურთიერთობა და ზედმეტი სწორება არის შვილებზე უკვე. აქ შეიძლება დაიწყოს ესეთი რაღაცები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ერთგულების სქემა. ერთგულების სქემა არის უდიდესი. მაგალითად, შენ ხარ მოწმე ერთ-ერთი ერთგულების სქემის, რომელიც აი ბოლოს დააყენა ხა წინა ერთგულების სქემა ფაქტობრივად ყველგან დგება ხოლმე. იყო ესეთი кейსი, რომ ახალგაზრდა ბიჭი უჩიოდა იმას, რომ მას ჰქონდა თვითსაბოტაჟი რეალურად, ხო, ანუ არაფერი არ გამომდის ესე არ გამომდის ინტერესი. კარგავ როგორც პირად ურთიერთობაში გაჩნდება ვიღაც აღარ მაინტერესებს, მაგ სამსახური აღარ მაინტერესებს, ანუ რასაც ქვია თვითსაბოტაჟი. ანუ ფაქტია, რომ პროგრამირება არის წარუმატებლობაზე. უნდა ვნახოთ, საიდან მოდის ეს ყველაფერი. სისტემაში გამოჩნდა ორი საკითხი, ერთი იყო დაკარგული ბავშვის საკითხი, ანუ თავისი პირველი და უფროსი და როგორც გამოჩნდა, რომელიც მოშლა იყო და დედის ტრავმა. ხო, მე რაც მოვყევი, როდესაც ვამბობდი, რომ მოცელი ბკიო და ხო. ანუ აქ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მაპატია შეგაწყვეტინა, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის, რომ ესე არ გამოდის, რაც ჩემი გაოცება იყო. ეს არ გამოდის, თქვათ, რეპრეზენტატორი არჩევს დედას. მაგალითად, პირობითად რჩევს მიზანს. და მე სისტემაში ლაგდება, რომ ჩვენ ხვდებით, რომ მიზანი ყოფილა დედა. ხო, აი ეს არის. ხო, ის არის სქემიდან მოდის მიზნის, თქვათ, ან მამის სქემიდან მოდის მიზნის თემები, რა. ხო, და ეგ იყო ძალიან საოცრება ჩემთვის, რომ აი უცებ და მე როგორც მიზანი ისე გამოვდივარ და აღმოჩნდი, რომ ვარ დედა რა და უცებ მიდის განლაგება და ხვდები, რომ მოცელი მეწვის ძალიან მკივა და ვერ ხვდები თან საიდან მოდის ეგრევე ეს მოწვის მკივა. და როგორც წესი ამ დროს ხდება ხოლმე რომ შემოდის ვიღაცა, რომელიც ან ძირს დაწובה ემბრიონის პოზაში, ასე შემდეგ, ანუ სისტემა ფასილიტატორი ხდება, რომ აქ არის რაღაცა ან მოშლის ან აბორტის თემა, მაგალითად, როცა რომ შეიძლება საერთოდ არ ვიცოდეთ, ჩვენ ხა ფაქტობრივად არ ვიცოდით, და იქ გაირკვა, რომ იყო პირველი მოშლა, რომელიც ძალიან ტრამბულად გადაიტანა დედა. ერთი საკითხი, ანუ დედასთან ერთგულება იყო, დედა მე პირად ურთიერთობებში გავიზიარებ შენ ბედს და თუ შენ არ იქნები ბედნიერი, მეც არ ვიქნები ბედნიერი, გიერთგულებ შენ ერთის მხრივ და მეორეს მხრივ იყო მამის საკითხი, რომელიც იყო გარკვეული ნიუანსები, მამა გარდაცვლილი იყო, ნაადრევ ასაკში იყო გარდაცვლილი და ის იყო წარუმატებელი ადამიანი, რა თქმა უნდა, და ერთგულება იყო მამასთანაც, მეც შენაირი წარუმატებელი ვიქნები, იმიტომ რომ გიერთგულო შენ. ძალიან საინტერესო, ჩემთვის ძალიან გულისამაჩუყებელი მომენტი ამ განლაგებაში იყო ის, რომ როდესაც პირისპირ კლიენტი დადგა მამის რეპრეზენტატორთან, მან თქვა, მითხრა, რომ შეიძლება რაღაც ვკითხო მამასო და მეთქვა, რა თქმა უნდა, მეთქი და ერთადერთი შეკითხვა, რომელიც მან დაუსვა მას, მე გგავარ შენო. მახსოვს დამბურს გლახაც. მახსოვს ხო, ძალიან ისეთი იყო და ხო და თან კიდე აქაც დავამატებ ერთ რაღაცას, რომ მე თუ ვიყავი დედა, მაგალითად თუ შემოდიოდა მამა, ხო, ადამიანს რომელსაც არ ვიცნობდი, იმ ადამიანის მიმართ გრძნობები მქონდა რა, ან მომწონდა, ან არ მომწონდა, მეზეძღებოდა, მინდოდა რომ მდგარიყო, მინდოდა რომ მდგარიყო, მაგას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ გრძნობდი ჩემთვის აბსოლუტურად უცნობ ადამიანს, ოღონდ თან ეს არის ხასგასმელი ჩემი აზრით, რომ ჩემი წარსული გრძნობებით არ ვგრძნობდი. იმ რეპრეზენტატორის გრძნობებით ვგრძნობდი. ეხლა ამას თუ გინდა დაარქვით, არ ვიცი რა, მაგრამ ეს არის ფაქტი, მე ვყვები ფაქტს, არაფერს ამაში არ ვიგონებ. აქ მაქვს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა შენთან. ეს ბავშვი, ვისაც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ, ხო? მამაც რო გარდაიცვალა, ვთქვათ, პატარა ასაკში იყო, თვეების იყო მას, არ ახსოვს. და დედის, ესე ვთქვათ, მიზანში ამოღება, ხო? დედის კარგად ყოფნის მიზანში ამოღება. ესეც ალბათ რასთან გვაქვს საქმე? აი, როდის ირჩევს ბავშვი ამ ყველაფერს? ეს მგონია, რომ ძალიან საინტერესო გასააზრებელია. კი, რა თქმა უნდა. ის ხდება ძალიან არაცნობიერად.
ბავშვი, რომელიც ეს შეიძლება იყოს 1 წლამდე ასაკშიც, როდესაც ახლა ასეთი სახით ცნობიერება საერთოდ არ არის, ხო? ეხლა რა სახითაც ჩვენ ახლა გვაქვს ცნობიერება მაგალითად რა. მაგრამ არაცნობიერი აქტიურია, ყველა ძალიან აქტიურია მაგ პერიოდში, ზუსტად იმის გამო, რომ ცნობიერი ესეთი აქტიური არ არის, არაცნობიერი აქტიური, ამიტომ ძალიან დაკავშირებულია ატმოსფეროსთან, გარემოსთან ადამიანი და გარკვეულ იმპულსებს იღებს აქედან. ამიტომ არ არის საჭირო, რომ მას შეეძლოს ამის დასახელება და ვერბალიზაცია ის ამას გრძნობს. როდესაც ბავშვი გრძნობს, სისტემაში არის პრობლემა და ეს პრობლემა როგორც წესი მის დედას და მამასთან არის ხოლმე, იმიტომ რომ ის ჯერ კიდევ სიმბიოტურ კავშირში, ანუ დედასთან დაკავშირებულია, განსაკუთრებულად დედასთან, მერე მამასთან, ხო? ის ეხიდება გარკვეულწილად, აი ამ არაცნობიერ გადაწყვეტილებას იღებს, რომ გაიზიაროს მისი ტკივილი, შეეხიდოს მას, იყოს მისნაირი, რომ ამითი ეს კავშირი მისი მშობელთან არ გაწყდეს. მაგალითისათვის, აი ავიღოთ ძალიან კლასიკური მაგალითი. დედა არის მძიმე მდგომარეობაში, მაგალითად ფსიქოლოგიურად ან ფიზიკურადაც შეიძლება ეხლა ჯანმრთელობის თვალსაზრისით. და ნუ რეალურად მას არ აქვს იმის საშუალება, რომ ემოციურად დაუკავშირდეს ბავშვს, ხო? რაღაცა პერიოდის განმავლობაში. ბავშვი ამას გრძნობს, ეს შეიძლება თვეების იყოს ეს ბავშვი და იქვე იღებს გადაწყვეტილებას, რომ გახდეს დედისნაირი და როგორც წესი ეს გადაწყვეტილება ნეგატიური თვალსაზრისით გახდეს დედისნაირი. მაგალითად, იგივე დაავადება დაემართოს, ისევე გრძნობდეს თავს როგორც დედა და ამითი დაემსგავსოს დედას და ამ მსგავსებით კავშირი აღადგინოს დედასთან, რომელიც დედამ თავის დაუნებურად დაარღვია მასთან. ხო, აი, მოხდებით როგორი თითქოს ჩახლართული სქემაა, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ლოგიკურია. ძალიან ლოგიკურია, ძალიან ლოგიკურია. ბავშვი იმაზე გონიერია, ჩვენ რო წარმოგვიდგენია. მას სამყაროს გონიერება აქვს, მეტი ვიდრე ადამიანის გონიერება არის. მერე შემოდის სოციუმი, მერე შემოდის ეს ყველაფერი, მერე იშლება და სტერეოტიპული აზროვნება მერე იწყება. ბავშვი სუფთაა, ბავშვი სამყაროს ხმას ატარებს და აქედან ამ კანონებიდან გამომდინარე იქცევა. ამიტომ ძალიან ხშირად ერთგულების სქემა არის ძალიან დიდი თემა და ეს ყოველთვის არის ხოლმე დასამუშავებელი, იმიტომ რომ როგორც წესი ნეგატივი თუ ერთდება ხოლმე, რაც ამ შემთხვევაში იყო, ხო? ის პირადი ცხოვრების მოუწყობელობით დედას დაემსგავსა და ამით უერთგულა მას და თქვათ წარმატება, რომელიც მაინც საქმიანია და მამის ხაზია როგორც წესი ხოლმე ეს ყველაფერი, ამით უერთგულა მამას. და ის რო თუნდაც მან დასვა შეკითხვა, მამა შენ გავარ რამეში თუ არა, იყო ამისი მაგალითი, მას უნდოდა რომ მამასთან ყოფილიყო დაკავშირებული, მით უმეტეს რომ არ ახსოვდა ამ ბავშვს მამა, ხო? და ეს მის გულში ტკივილი იყო. ეხლა იმ მომენტში მან რა გაიაზრა რთული სათქმელი, მაგრამ ამან იმუშავა. აუცილებლად. ეს აუცილებლად იმუშავებს. გავადრო და ეს საკითხი დადგება თავის ადგილას რა. კი, მეც ეგრე მგონია, რომ ზუსტად რა არის რაღაცები, რაღაც ძალიან დიდ დრავას როცა ეხები, ხო? არ არის მარტივი იმ წამს აი ესე ყველაფერთან თუ ნამუშევარი არ გაქვს შენ თავზე, თუ გაქვს ნამუშევარი კიდე შეიძლება რაღაცა გზა უკვე გქონდეს, სადაც აი დაანათე და თქვი რომ აი ეს ის ყოფილა მართლა და ეს. საერთოდ ძალიან ბევრია ბოდიში კლიენტზე დამოკიდებული, იმიტომ რომ მე მაგალითად მქონია кейსი, როდესაც რამდენიმე განლაგება გაუკეთებია, თქვათ ადამიანს, რომელიც დადის კლასტერში და პირველი განლაგება იყო აი ესეთი, რომ თავი ბოლო იყო რთული, რომ გაეგო ვინმე საერთოდ, იმიტომ რომ თვითონ კლიენტი არ იყო მზად ამისთვის და ბოლო განლაგება იყო ისეთი, როგორც აი მიდიოდა, როგორ გითხრათ, რელსებზე რომ მატარებელი მიდის, ისე ყველაფერი გასაგები იყო, იმიტომ რომ კლიენტი მზად იყო უკვე ამ აბსორბაციისთვის, ამ ინფორმაციის მიღებისთვის და პირველ შემთხვევაში კეტავდა. თუ კლიენტი კეტავს, შეიძლება გამორიცხულია, ვამბობთ, რომ განლაგება ილუპება, ანუ განლაგება გაჩერდება. უბრალოდ კლიენტი არ არის მზად იმისთვის, რომ ამაზე მეტი გაიგოს. ხანდახან არის ხოლმე, რომ გასაგებია ყველაფერი. ყველაფერი გაიგო, მაგრამ კლიენტმა ვერ გაიგო. გასაგებია სხვებმა იმუშავა, მაგრამ კლიენტი არ იყო მზად. ჯერ ამ ინფორმაციის ჩვენთანაც იყო ეგეთი შემთხვევა, ხო, რომ აი რაღაცნაირად რეპეზე კლიენტი გაჩერდა. და თქვა კიდევაც, რომ რაღაცა მომენტში გავითიშო. ეტყობოდა, იმიტომ რომ უბრალოდ იდგა და ვერ მოყვებოდა, რომ გაგხვიც, რომ იკარგებია, ეგეთი რაღაცა დაემართა. კი, ეგ აზრი აღარ აქვს მაგ დროს განლაგების გაგრძელება. ერთი კითხვა მინდა რომ აუცილებლად დავსვა, სანამ კოლექტიურ ტრამებზე გადავა, იმიტომ რომ ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით. რა ხდება, როდესაც ბავშვი პირიქით იქცევა? აი ხო არის ძალიან ბევრი შემთხვევა, მაგალითად მოძალადე მამა ყავდა პირობითად ვიძახი და თვითონ პირიქით არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც ძალადობს კი არა, შეიძლება არ ვიცი, ჭიანჭველას პირობითად არ დააბიჯოს ფეხი. ხო, აი ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს აქ? ორი ვარიანტია. პირველი ვარიანტი რომ ადამიანმა დაამუშავა ეს საკითხი. მეორე ვარიანტია რომ წავიდა აზროვნების ფორმაციის თვალსაზრისით
და ამის საპირისპირო მოცემულობაში წავიდა. მაგალითისათვის დაზიანდება და სხვას არ დააზიანებს. აჰა. ანუ ესაც გარკვეული პოლარობა არის. ეგეც ხო ძალიან ჭყალებში არასწორი ფაქტობრივად თავის თავს გაურბის, ეს ხო? ნიშნავს, რომ ის ისევ იმ დამღაშია, ოღონდ კონტრსცენარით. და მაგალითად ადამიანი მიდის აი რაღაცა ტიპის ალტრუიზმში, რომელიც რიგ შემთხვევაში უკვე შეიძლება რაღაცა თვალსაზრისით გონიერებასაც ცდილდებოდეს უკვე, ხო? იმიტომ რომ იმ ტრამვის საპირისპიროდ მოიქცეს, ანუ ათვლის წერტილი მაინც ის ტრამვა არის. ისევ იქ ხარ. იმას ვერ შორდება. ის არის ორბიტა მაინც. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ დამუშავებულია დამღა, ნიშნავს, რომ ამ ორბიტას ცილდება. ანუ ამის ირგვლივ არ ტრიალებს. ანუ შეიძლება ტრიალებდეს პირდაპირ როლური მოდელით, გაიმეოროს, შეიძლება კონტრსცენარით ტრიალდებოდეს. დამუშავებულია დამღა იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი თავის ცხოვრებით იწყებს ცხოვრებას უბრალოდ და ის ამბობს, რომ კი ეს იყო ჩემ ცხოვრებაში, მაგრამ ეს დამთავრდა. ეს ამ ბედის მატარებელი იყო დედაჩემი, მამაჩემი, ვუტოვებ მას თავის ბედს და თავის ბედის წერას, მე მიდივარ ჩემ გზას. აი გავიდეთ ახლა კულტურულ სისტემებსაც ძალიან საინტერესოა ჩემი აზრით, რას ნიშნავს საერთოდ კულტურული სისტემები, ეგ გითხარი. ნუ რა თქმა უნდა, კულტურული ნორმები არსებობს ყველა საზოგადოებაში, ყველა დროში. და კულტურული ნორმა ითხოვს თავის ჩარჩოს, მას აქვს თავისი ჩარჩო, რომელსაც ადამიანი რაღაცა თვალსაზრისით და რაღაცა შრეზე ვერ გაცდება. ზუსტად როდესაც ჩვენ სისტემურ და პიროვნულ შრეზე ვსაუბრობთ, იქ შეიძლება შემოდიოდეს კულტურული ნორმები და კულტურული სისტემები და კულტურული დიქტატი, ასე ვთქვათ, ხო? საზოგადოებრივი დიქტატი. მაგრამ, როდესაც ჩვენ ტრანსცენდენტულზე ვსაუბრობთ, იქ არ არსებობს კულტურა. ეს კულტურის მიღმა არის, ყოველთვის ის დროის მიღმა არის, ყოველთვის. ზუსტად როგორც არქეტიპები. არქეტიპები რა არის? ეს არის ჩვენში არსებული არქაული ტიპოლოგიები, ანუ სუბპიროვნებები, ანუ პატარ-პატარა ადამიანები, ასე ვთქვათ, რომელიც ერთ ადამიანშია გაერთიანებული, რომელიც არის დროის მიღმა, კულტურის მიღმა, საზოგადოების მიღმა, ქვეყნის მიღმა, ის არსებობდა გამოქვაბულშიც, არსებობს დღეს, არსებობს ავღანეთში და არსებობს ამერიკაში. და სული არსებობს. თანამკაცობრიობა იქ. ზუსტად, ანუ მაინც ტრანსცენდენტულია, რასაც ჩვენ ვეძახით, რომ კოლექტიური არაცნობიერის პროდუქტია და ამიტომ ყოველთვის რაღაცაზე მაღლა იქნება. კულტურული ნორმები ძალიან დიდი საკითხი არის რაღაცა შრეზე, მაგრამ რაღაცა შრეზე უკვე ის აღარ ფუნქციონირებს ფაქტობრივად რა. კულტურული ნორმამ შეიძლება ხა რაზე ლაპარაკი აგორ 21 საუკუნეში ჩვენ არც თუ ისე შორს საქართველოსთან არიან ქვეყნები, ნოგება ავღანეთი ავიღოთ, პაკისტანი ავიღოთ ეს ქვეყნები, სადაც კულტურული ნორმები არის ირანი ავიღოთ, სადაც კულტურული ნორმები არის უბრალოდ წარმოუდგენელი. რაღაცა თვალსაზრისით გონიერებას გაცდენილი. მაგრამ ნორმა არის იმ საზოგადოებაში. და ის ისევ და ისევ ფაშიზმის მსგავსად სუფთა სინდისით კლავს თავის შვილს. სუფთა სინდისით. თუმცა ისტოვებს უმძიმეს ტრანსგენერაციულ ტრამვას და სიმპტომს თავის სისტემაში. და აი ეს ქვეყნები აი ამას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მოიმკიან შემდეგ. ჩვენც გვაქვს ასეთი. აი ეს უნდა მეკითხო. ძალიან სპეციფიკური არის ხოლმე ეთნოსების მიხედვითაც. კლიენტი, რომელი, ვთქვათ, ეთნიკური წარმომავლობის არის. დიდი თემები არის დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით სამეგრელოში, გაშვილებები. როდესაც ძმა დააჩენდა შვილს და აძლევდა თავის უშვილო დასან ძმას. გაშვილება არ ჩვეულებრივად. მიმუშავე ასეთ საკითხზე, უმძიმესი თემა იყო. და ასევე მთის წარმომავლობაში და არა მარტო მთის წარმომავლობაში, როდესაც ხდებოდა თემიდან განდევნა და სისხლის აღება. ამიტომ ჩვენც ვართ საკმაოდ მძიმე ასეთი ტრანსგენერაციული და ეთნიკური დამღების მატარებელი ადამიანები. და ხო, ეს არის ჩვენი ჯვარი, ჩვენ ვატარებთ ამას. და თითოეული ადამიანი, რომელიც თავის სისტემას თავისუფლებს ამისგან, უდიდესი წვლილი შეაქვს ერის ცნობიერის და არაცნობიერის განთავისუფლებაშიც. ხო, აი მაგიტო პირობითად რა, ხა რომ ბაჟებშაველა, ხო, რომელმაც აწერა ასეთი გენიალური. სადაც პირდაპირ იძახის, რომ რას ვაკეთებთ. ხო. და სამწუხაროდ არ ვიცი ხა, შეიძლება მე არ ვცხოვრობ იქ არ გამიგია, მაგრამ რატომ მგონია რომ კიდე არის ეგ ამბავი და რა თქმა უნდა. ის რომ ვაჟი არის უპირატესი ოჯახში ქალიშვილზე.
ეს უდიდესი ტრამვაარი საზოგადოების, ხო? ეხლა ეს ბევრ საზოგადოებაში ეს სინამდვილეში ძველ დროში გასაგებია რატომაც იყო ეს ხო, ყველაფერი უმიანობა იყო. კი. გასაგებია, იმიტომ ვამბობ, რომ საზოგადოებრივ დონეზე და რაღაცა ვთქვათ სისტემურ დონეზე ეს გასაგები, უბრალოდ ტრანსცენდენტულ დონეზე ეს არ არის გასაგები. ერთი რაღაც ესეთი პატარა ოპუსივით იყო Facebook-ზე და აი არ შემიძლია რომ ეს არ მოუყვე რა. ჩემზე ძალიან იმოქმედა მაგან. შეიძლება რაღაც დეტალები აღარ მახსოვდეს, მაგრამ შინაარსი ასეთი იყო, რომ სადღაც მთაში მგონი ხევსურეთი იყო ეს, შემოესია მტერი. და კოშკში არის ოჯახი ჩაკეტილი და ისვრის ახლა მამა იმებიდან, რა ქვია, სათვალთვალო ის ფანჯრიდან, რომ მოიგერიოს ეს მტერი, ტყვია წამალს აწვდის ცოლი და გოგონა, ხაზგასმით იყო ნათქვამი, რომ ეს იყო გოგონა, წევს საკვანში პატარა ბავშვი. ბრმა ტყვია კლავს ბავშვს და დედამ დაინახა და არც კი მიაქცია ამას ყურადღება, მიდგაო სადღაც კუთხეშივე საკვანი, მკვდარი ბავშვით და გააგრძელა ტყვია წამლის მიწოდება ქრისთვის. მოიგერიეს ეს მტერი და მამამ იკითხაო ბავშვის ტირილი რატო არ მესმისო და იმან თქვა რომ ბავშვი მოკვდაო, უბრალოდ არც გითხარი მე რომ არ შეგშლოდა ხელი ამაში. აი ხა როგორ გითხრათ, იყო ეს სიმართლე არ იყო სიმართლე მას არ აღნიშნო. ეს სადღაც მოხდებოდა. აუცილებლად. ხო. აი არ ვიცი ხა ეს კომენტარის გარეშე, უბრალოდ კომენტარის გარეშე. დამძიმე. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. გასაგებია რაღაცა დონეზე რატო იყო რომ რაციონალურ დონეზე გასაგები იყო ახლა ეს რომ თუ მამა ხა ჩავარდებოდა რაღაც ემოციურ თქოთ ისეთ მდგომარეობაში ვერ გააგრძელებდა ამას ახლა მტერი ყველას ამოხოცებდა იქ რომ შემოვიდოდა გასაგებია. მაგრამ თავად ეს დამოკიდებულება რომ ეს გოგო რომელიც საკვანში მიდგეს კუთხეში და გააგრძელეს ეს ხო? აი როგორ გითხრათ, ესეთი რაღაცები ხდება. ეს ო და ხშირად ხდება რა სამწუხაროდ რა და ის თუნდაც ის რა ვიცი სანამ ბიჭი არ უჩდებათ კიდე შულს აჩენენ რომ მეშვიდე მაინც ბიჭი იყოს და ის 6 გოგო რა დღეშია, მე კიდე ცალკე და რა დამღების მატარებელი არის. ხო და ისედაც აი რაღაც კაი, თქვათ დაოჯახებას არა მარტო საქართველოში ისევ რა თქმა უნდა, ბევრ ქვეყანაში ესე იყო, მაგრამ დაოჯახებასაც ხო ეგეთი ფორმა ქონდა, რომ აბა იმას რამდენი ქონება ქონდა, ამას რამდენი ქონება ქონდა და მე მაგ შემთხვევაში და ხშირ შემთხვევაში ბავშვები ჩდებოდნენ უსიყვარულო ოჯახებში, რომლებიც მე კაცს მარიცის კიდე როგორ იზრდებოდნენ, ხო? და ეგ განსაკუთრებით არ ვიცი, მე ქალი ვარ და ქალიდან ვჯელობ მაგ ყველაფერს რა, განსაკუთრებული ტრამვული მგონია ქალისთვის, რომელიც უსიყვარულოდ გაათხოვეს და ვალდებულია, რომ ბავშვი გააჩინოს. ამ მოცემულობაში, ამ ხელა ტრავმაში რო ხარ ქალი და შენ რო урსულად ხარ იმ ბავშვს ავტომატურად უკვე ტრავმაში ბადებ და ის ბავშვი კიდე როგორ. აი ხანდახან ამ ყველაფერზე მე და შენ გვისაუბრე ამაზე და მე რო დავფიქრებულ ვარ და რომ მიფიქრია, რაღაცნაირად კითხვები აღარ მიჩნდება ხოლმე, რატო ვართ ამ დღეში. ზუსტად. ხო, იმიტომ რომ ყველაზე მინიმუმ არსებობს ბუნების კანონზომიერება, ხო? რაღაცა თუ გააკეთე, რაღაცა აუცილებლად აქეთ ამ ხარეს მოვა რა და ეს რაც მოდის და ეს მთელი ცხოვრება თითქოს მე რაც ვარ ხო 11 წელი მთელი ცხოვრება რაღაცისთვის ვიბრძვით და იმის იქით მამა ჩემი და ბაბუა ჩემიც ყოველზე ანუ სულ მაგ წრეში ვარ თითქოს ეს ქვეყანა სულ რაღაცისთვის ვიბრძვით რა შეიძლება არა მხოლოდ საქართველოს ზოგადად სამყაროში ბევრი ქვეყანა ეგეთ დედამიწაზე მაგრამ მე რა თქმა უნდა საქართველოს ცხოვრობდა აქაურიდან შემილია რომ ვილაპარაკო რა და ძალიან ბევრი არასწორი ტრადიცია გქონდა მაგ შემთხვევაშიც ვრიგდებით უშვა ვიძახით რომ ეს ტრამვა დასრულდა თუ აი კოლექტივ ჩემ ისტორიაში ეს ტრამვა იყო ჩემ კოლექტიურ არაცნობიერში ხო მე ვარ მატარებელი ნაწილობრივ რა თქმა უნდა მიკუთვნებული ამასთან თუმცა მე ჩემი ცხოვრება მაქვს და მე ამასთან მე არ ვაგძელებ ამას არაცნობიერი გამტარი ამისი აღარა ვარ მე ვამთავრ ჩემზე ეს დამთავრდა ჩემ ვთქვათ სისტემაში. ნებისმიერ შემთხვევაში მანდ არაფერი არ იცვლება. უბრალოდ ეხლა თუ ჩვენ საუბრობთ უკვე არქეტიპულ განლაგებაზე, რომელიც ან საინტერესო არის, ასევე არქეტიპული განლაგება. არქეტიპულ განლაგებას არ აყავს კლიენტი. ხო. მე მინდა რომ ვცადო ეხლა ზუსტად ჩვენთან გვექნება. ყოველთვის გვაქვს ხოლმე ხო ესეთი არქეტიპული განლაგება. როდესაც არის რაღაცა ნარატივი არქეტიპული, ხშირად ეს არის მითოლოგიური ნარატივი. ან აი თუნდაც ის რაც მოუყევი ეხლა, ხო? ან ისტორიული, ან ასე შემდეგ. იკითხება ეს პატარა შეიძლება 3 წინადადება იყოს მხოლოდ და მხოლოდ და ამბობ მონაწილეებს ეუბნები. ყველა ვინც გრძნობს რომ ირეკლავს რომელიღაცა ამ გმირს, რომელიც ამ თხრობაში იყო,
ან ამ თხრობაში არ შესულ გმირსაც ირეკლავს, რომელიც რაღაცა კავშირში ამასთან გამოვიდეს, დადგეს და თქვას ვინ არის. მჰმ. აი ეს მართლაც ჯადოქრობა არის ხო, რაც მე რეიწყება ძალიან ხშირად, იქ ისეთი განლაგება დგება. და ისეთ სიღრმეზე მივდივართ და ისეთ კოლექტიურ ტრამვაზე მივდივართ, რომ აი რაღაცა მართლა რაღაცა ტვინის რაციონალურ ფორმატებს უკვე ცდება ხოლმე ეს ყველაფერი. ერთადერთი რა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ დავინახეთ ეს, გავაცნობიერეთ ეს, თუ მადლობა იყო მოსახდელი ქარი, ხა ტრაგიკული ისტორიები, გმირობის ისტორიები და ასე შემდეგ ჩვენ მადლობას ვუხდით ამ ჩვენ წინაპრებს ამისთვის, თუ ეს იყო ტრამვული მაგალითად როგორც ხო ლეკიანობა უდიდესი ლაქა ქართულ რეალობაში ეს არც თუ დიდი ხნის წინ იყო, რომელშიც ძალიან აქტიურად იყვნენ თავადაზნაურები ჩართულები, ძალიან ფაქტობრივად მათი ხელით კეთდებოდა ყველაფერი. ანუ ესეთი რაღაცა სამარცხვინო იყო, ეს იყო, ეს მათია და მე ამას ვემიჯნები რეალურად. მე ჩემი ცხოვრებით ვაგრძელებ ცხოვრებას, ხო? და ეს არქეტიპული განლაგება ყოველთვის ესეთია ხოლმე. არ შეიძლება იყოს მითოლოგიური მაგალითად ძალიან ცნობილი მედეა. ხო, ახლა მე მედეას თემა ჩემთვის ძალიან დიდი თემა არის და ყოველთვის ქართველი ქალი ძალიან გრძნობს თავის თავში მედეას, აი ამ ნაღალატევ ქალს ძალიან გრძნობს ამას რა და არის თითოეულ სადღაც ძალიან ღრმა თითოეულ ქალში არის ესა და საქართველოში ძალიან აქტიურია ეს არქეტიპი. ამიტომ სადღაც ძალიან ღრმა დონეზე, როდესაც ეს მუშავდება, აი ეს თვითონ ქვეყნის არაცნობიერსაც გიცვლის. აი ეს უნდა მეთქვა, რაღაც ქვეყნის საქმეა. მე ძალიან მაგ გაცნობიერებული ემოციურად ზოგადად იმას თუ რასაც ვაკეთებთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს ამას. იმიტომ რომ ძალიან დიდ ძალას გაძლევს ადამიანს. საერთოდ მე ვთვლი, რომ ასეთი ტიპის საქმიანობაში ამ გააზრების გარეშე საერთოდ წარმოუდგენელია ყოფნა, იმიტომ რომ რაღაცა უკვე მაშინ გამოდის, რომ გარკვეული ესეთი რუტინული საქმე, ეს არ არის რუტინული საქმე. შეიძლება როცა ადამიანებთან გაგდა ტრამვებთან გაგდა, მით უმეტეს კოლექტიურ ტრამვებთან საქმე, რომ აქ რაღაცა რუტინაზე მოიყვანო, ეს წარმოუდგენელია. მაგრამ შეგრძნება იმისა, თუ რამხელა საქმეს ვემსახურებით, ამას სულ ვამბობთ ხოლმე ჩვენ კლასტერში რა. და ის რომ ჩვენ არ ვეკუთვნით ჩვენ თავს. არ შეიძლება რომ ეხლა მე რაღაცა ჩემი პირადი პრობლემა, ან თუნდაც კლასტერის რომელიღაცა წევრმა თავისი პირადი პრობლემა წენა იქნება თუ რაღაცა, ამაზე წინ დააყენოს. ეს უბრალოდ არათანაბარია ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და ის თუ რა პრობლემები მე მიჩნდება როგორც ერთ ადამიანს ვიღლები, არ ვიცი, ბრაზდები, რაღაცა პრობლემები ჩნდება და ასე შემდეგ. არაფერი არ არის ეს იმასთან შედარებით, რასაც ვაკეთებ. როდესაც ამას იაზრებ, რომ შენ რეალურად შენი ქვეყნის არაცნობიერს ცვლი. ეს ყველაზე დიდი ცვლილება არის შენი ქვეყნის. ყველაზე დიდი ცვლილება არის. ამაზე დიდი ცვლილება ვერ იქნება პოლიტიკური ცვლილებები. იმიტომ რომ არაცნობიერი განსაზღვრავს ადამიანს, ერს, სისტემას, ყოველთვის არაცნობიერი განსაზღვრავს. და როდესაც შენ გარკვეულწილად, როგორც შეგიძლია, ვისაც როგორ შეგვიძლია, ხა ჩვენ ყველანი ვმოქმედებთ რაღაცა ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებიდან, ხო? გულწრფელად ამ საკითხს ემსახურები, ხო არ ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ამაზე დიდი პატივი არ არსებობს. მეც გავაზიარებ ერთ რაღაცას. ჩემს ეხა არ ვიცი ისე რაღაც მე ვამბობ, რომ ჩემ და ია შორის რაღაც კავშირი არის რა, ესე მგონია, იმიტომ რომ ხო ეხა რაც მოყევი ჩემთვის ძალიან რეზონირდება და ბოლო დროის ჩემი საფიქრელი ამბავი არის ეგ, რომ საერთოდ აი პოდკასტის კეთებას დროს ძალიან ბევრი ესეთი დადებითი კომენტარი შემოდის ყველაფერზე თითქმის, რომ აი რაღაცა და იყო რომ აი საქვეყნო საქმეს აკეთებ. ძალიან ბევრი კომენტარი იყო ეგეთი და მე რა ვქენი იცი რომ იმ შიშით რომ ჩემი ეგო არ გასუქებულიყო ამითი ეს კომენტარები ავისხლიდე და არ ვიღებდი ამას საჩემოთ რა ну აი არაფერთ არ ვიღებდი რა ფრაგ საქვეყნო საქმეს კი არა და ამას ვარქმევდი რომ ეს იყო ჩემთვის გაკეთებული ამბავი რა და ძალიან ცოტა ხნის წინ მივხვდი რომ ალბათ ჩემს ცნობიერებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვი, როდესაც ეგეთი ფიქრი გავაკეთე რა, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი გეუბნება რომ შენ მე მეხმარები, მიიღე ეს ემოცია, ეს ენერგია, მოიხმარე შენთვის და უკან დაუბრუნე რა, ხო? ხო, აი ამ იმაში ვიყავი და იცი რას მივხვდი რომ ბალანსი დავარღვიე.
ეხა მართლა რაღაცნაირად ცოტა ცრემლები მომდის იმდენად ზუსტად ის თქვი, რასაც მე ვფიქრობ ბოლო პერიოდში. იმ ძალიან დავარღვია ბალანსი. ადამიანები მეუბნებიან რომ მეხმარები, მე კი ვეუბნებოდი რომ მადლობა, მაგრამ გულისხმობაში ხო ვიცოდი მე. და თან რისი შიშით, რომ აი ეს რაღაცა თავში ჩანერგილი უაზრო წარმოდგენა, რომ ვითომ რაღაცა ეგო და ასე შემდეგ რა. არა, აი მართლა რამხელა მნიშვნელობა აქვს ბალანს და როგორც კი ბალანსი დავარღვია აი ამ მიმოცვაში, აქეთ ამ ხარეს რაც თქვათ, მოდი არ დავმალავ რა, არაფერს არ ვმალავ პოდკასტში რა დავმალო. თქვათ პირობითად ხო, შემოსავლის კუთხით, სპონსორების კუთხით. ეგრევე დაინახო. ესეა რა თქმა უნდა. აი ეგრევე ეს მაგალითად მოვყევით რომ მინდა რომ ყველას ესმოდეს ბალანსი რამხელა მნიშვნელობა აქვს და მე არ ვარ ის ადამიანი რომელსაც ახლა წლები ამაზე ფიქრობს. ზუსტად ეხლა აღმოვაჩინე ეგ ამბავი რა. ხო და კი, ანუ ეხლა მართლა მგონია, ეხლა მართლა გულით გავიაზრე და არა ტვინის, რომ კი საქვეყნო, თუნდაც ჩვენი ეს საუბარი იქნება ის რომ ადამიანებს რაღაცაში დაიმუშავება, ვიღაცა რითრიზე ვერ წამოვიდეს, მაგრამ ამ საუბრით უკვე ბევრი რაღაც ზუსტად ჩვენც ახლა იმიტომ ვდებთ ამდენ ვიდეოს, ახლა უფასო ვიდეოებს, რომელიც ახლა ჩემი მხრიდან მე ძალიან რთულ გრაფიკში ვმუშაობ. ფაქტობრივად დილით 5 საათიანი ტრენინგი, საღამოს 5 საათიანი ტრენინგი, შუაში ინდივიდუალურები. ეს გაუსაძლისი არის ამ ტიპის მუშაობა და ხო გარკვეულ ენერგიას ითხოვს ვიდეოების ჩაწერა, ხო, რა თქმა უნდა და თან მუდმივად სტაბილურად ვაკეთებთ ამას. რატო? იმიტომ რომ ეს უფასო კონტენტი იყოს ხელმისაწვდომი. მე ძალიან კარგად მესმის რომ ადამიანებს ყველას არ აქვს იმის საშუალება, რომ დაიხმარონ სპეციალისტები, მაგრამ ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ის, რასაც შენ აკეთებ, ეს არის საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. ეს არის მეტი არაფერი არ არის. ეს არის ზუსტად ჩვენი ცნობიერება ცვლის ჩვენ არაცნობიერს. ასე ხდება, ანუ არაცნობიერის გაცნობიერებით ხდება ცვლილება ნებისმიერ შემთხვევაში. მე ზუსტად ვიცი, რომ ვაკეთებთ, ეს არის საქვეყნო საქმე. ყველა ხო თავის საქვეყნო საქმეს თავისებურად აკეთებს, ექიმი ემსახურება პაციენტს, შენ ამას აკეთებ, ინფორმაცია რო ხელმისაწვდომი იყოს, მეც ვაკეთებ იმას, რაც შემიძლია და ასე შემდეგ. ხო, პოლიტიკოსი თავის საქმეს აკეთებს და ასე შემდეგ, არავინ არავის ნაკლები არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია. კი, და მათ შორის ის მეეზოვე, რომელიც დილით ეზოს ალაგებს. სალსახად, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი მაგალითია ხოლმე ყოველთვის, რომ ამ დონეზე იწყება ყოველთვის ყველაფერი. აკეთე შენი საქმე კეთილს ინდისიერად და არ დაარღვევ ბალანსი. ბალანსის დარღვევა არის დისფუნქცია, ხა თქვი კიდევაც, რომ მესამე პუნქტი ჰელინგერთან ეს იყო ბალანსის დარღვევა. და ეს არ შეიძლება შენი ხელით ვეჭრი ტოც, რომელზეც ზიხარ. ზუსტად. რაც მე და მემართა. ხო, ანუ ეგრე არის. უბრალოდ აი ეგ არის მთავარი კიდევ რასაც დავამატებდი, რომ არასდროს არ არის გვიან აღმოაჩინო ესეთი რაღაცა და მიხვდე სად რა მოხდა ისეთი, რამაც შენ ბალანსი დაგიხვედა. ეს ბალანსი თქვათ პირობითად სპონსორი არ მოვიდაში არ არის. არა, რა თქმა უნდა. იქ შიგნით ისეთი ქარბორბალა იწყება ამ ბალანსის დარღვევით, რომ აი ფიქრები დარბის მორბის, იმიტომ რომ აქ აი ეს აი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაც მინდა და მე თქვა მე საერთოდ ეგეთი საუბრის მანერა მაქვს თავში რაღაც მომდის და უცებ ხვდები ხოლმე და მანდა ბოდიში ამაზე, მაგრამ სხვანაირად არ ვიცი ვერ ვაკეთებ რა. აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის ერთი ცნება რაც შემოდის სახელის დარქმევის მნიშვნელობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც შენი კი აი გულში რაღაცა, მაგრამ მენტალით რო ხვდები, რომ აი დედაჩემასაც ან მამაჩემი რაღაც და მაგიტომ ეხლა მე შეიძლება აქ ვიყო, ხო? რა თქმა უნდა. ეხლა შენ რასაც ამბობ, გვანცა ეს არის ესეთი საკითხი. ამას ქვია რეფლექსების რკალი. საკითხი შეიძლება აი გეშტალტი ხა ყველა მიცის რა, როცა რაღაცა იწყება და რაღაცა მთავრდება, ხო? ანუ შეიკრას გეშტალტი იკურება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს რეფლექსების რკალი შემდგარია. პირველი შემოდის შეგრძნება. ანუ რაღაცა შეგრძნებით შენ ხვდები, რომ პრობლემა გაქვს. რა აქვს მნიშვნელობა მაგალითად? ან მშია, ან წყურია, ან დაღლილი ვარ, ან რაღაც არ გამომდის, რაღაცა არ მუშაობს ისე როგორც არის. შეიძლება დადებითი იყოს ეს შეგრძნება, შეიძლება უარყოფით. მაგრამ შეგრძნება არის და ის იქნება ნებისმიერ შემთხვევაში სუმბურული, თუ მას არ მოყვა ვერბალიზაცია. ანუ მარჯვენა ნახევარსფეროდან თუ არ გადავიდა მარცხენა ნახევარსფეროში, ხო? რას ნიშნავს ვერბალიზაცია? თუ გშია რომ დაერქვას რო გშია, თუ წყურია რომ დაერქვას რო წყურია, თუ რაღაცა საქმე არ არის ისეთი, საქმე არ მიდის ისე, რაღაცა პრობლემები გექმნება, დაერქვას რა პრობლემაა ეს. აი, ზუსტად. რასაც მოყვება მოქმედება, შესაბამისად რეაგირებ უკვე, თუ გშია, დაერქვა რო გშია, მიდიხარ ჭამ. პრობლემა მაქვს, რა პრობლემა მაქვს ვაგვარებ და მოდის დაკმაყოფილება. მეოთხე დაკმაყოფილება, გეშტალტი შეიკრა. ახლა უყურეთ, აი, კვებითი აშლილობას დაუბრუნდები ისე. მაგალითად, რომელიღაცა ჩემი შეგრძნება არის რეპრესირებული.
არ მაქვს უფლება რომ ამას ვგრძნობდე. მაგალითად დაღლას. დედაჩემო მითხრა რომ რამ დაგღალა. მოდი იმუშავე, ხო? არ მაქვს ამის უფლება. დავიღალე, ვერ ვარქმევ ამას იმას რაც არის. იმიტომ რომ ამიგრძალეს. იმიტომ რომ აკრძალული მაქვს, შეზღუდვა მაქვს მათ. და მაგრამ რაღაც დისკომფორტი მაქვს, რაღაც მინდა, რა მინდა, მგონი მშია. წავედი მაცივართან, გამოვაღე, შევჭამე. ვერ მივიღე დაკმაყოფილება, რა თქმა უნდა, ქმედება არასწორი იყო, დაკმაყოფილება ვერ მივიღე. რახან დაკმაყოფილება ვერ მივიღე, ვამბობ, რომ ეტყობა არ მეყო. წავედი და კიდევ ჭამე. და ისევ დავატრიალე ამ ყველაფერს. აი, ჭარბი კვების overeating-ის ერთ-ერთი მექანიზმი აგიხსენით ახლა. ესეც შეიძლება იყოს ნებისმიერ რაღაცაზე. სექსუალური შეზღუდვები. სექსუალური მოთხოვნილებების შეზღუდვა. ასე შემდეგ უამრავი რაღაც შეიძლება იყოს. სექსუალური მოთხოვნილების შეზღუდვა შეიძლება ჭამამდე მიგიყვანოს ხო, რომ სადღაციდან დაიღო. ან მაგალითად რომელიღაცა რაღაცა პრობლემა მაქვს, მაგრამ არა მაქვს უფლება რომ ამ პრობლემას სახელი დავარქვა. ძალიან ხშირად ამ პრობლემას ჭამთ. და ტრიალდებით აი ამ წრეზე. ამიტომ შენ რას თქვი, ძალიან სწორი არის. თუ პრობლემას სახელი არ დაერქვა, ის პრობლემა დაკიდებულია ჰაერში. ანუ გამოდის რომ გეშტალტი არ შეიკრო, თუ გეშტალტი არ შეიკრო, მაშინ ეს პრობლემა იტრიალებს. ჩვენ ფსიქიკურ სივრცეს დაიკავებს. დაგვეწყება დაღლილობა, დაგვეწყება უკმაყოფილება, რომელიც შეიძლება მერე იყოს უკვე ფონური დეპრესია და ბოლოს კლინიკური დეპრესიაც იყოს და რა ვიცი, ყველაფერი შეიძლება იყოს აქედან გამომდინარე, ხო? ამიტომ მაგ ნაწილს აი რასაც ქვია ვერბალიზაცია, გაცნობიერება, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თუნდაც გაცნობიერებით უკვე წრედი შეიძლება გასწორდეს. ხო, და მაგითი იდეაში სისტემური განლაგება ზუსტად ეგ ხდება ჩემი აზრით, რომ აი ზუსტად შენაც რომ დაანათებს, იქ უკვე პასუხი გაქვს, რომ აი აქედან და აი იქიდან მოდის ესე იგი და უკვე ვიცი რა, მინიმუმის ვიცი საიდან მოდის და მე უკვე შემიძლია რაღაც ნაბიჯი გადავდგა, რომ აი ეს რაღაცა მოვაგვარო, ვუმკურნალო და მე გავუშვა რა, ხო, ძალიან საინტერესო. აქ ერთი კითხვა რაც ჩემი აზრით ჩვენს მაყურებელს შეიძლება გაუჩნდეს არის, რომ საიდან ვგრძნობ რომ ვზივარ იქ მე ამ რაღაც შეგრძნებებს, ხო? აი ცოტა რაღაც magic რო არ ეგონოს და საიდან მოდის? ოკეი, ნუ ეს ალბათ თავარი შეკითხვა არის, რასაც პასუხი უნდა გავცეთ. და მოდით ვიტყვი მე ესეთ რამეს, ხო, ცნება თვითონ ამ ცოდნეველის მოდის და ძალიან ეხმიანება ეს სისტემურ განლაგებაში რაც ხდება ამას. და ყველაზე ახლოს ამასთან არის ის, რასაც ჩვენ ვეძახით მორფოგენეტიკურ ველს და მორფოგენეტიკურ რეზონირებას, რა. იყო ესეთი მეცნიერი რუპერტ შელდრეიკი, რომელმაც შემოიტანა ძალიან საინტერესო წიგნები აქვს მას, გირჩევთ რომ წაიკითხოთ, ზუსტად მორფოგენეტიკურ ველზე და ერთ-ერთი წიგნი, რომელსაც ქვია how the dog knows that the owner comes თუ რაღაცა ესეთი არის, როგორ იცის ძაღლმა, რომ მისი პატრონი ბრუნდებაო. და მოდით ამ მაგალითით ავხსნი ახლა ამ ყველაფერს. ხო, ეს ფილმიც არის ესეთი გადაღებული და ძალიან საინტერესო არის ეს ფილმიც. არის ორი კამერა ჩართული და ერთი ფაქტური დოკუმენტური ფილმია. ერთი კამერა მუშაობს ძაღლზე, მეორე კამერა მუშაობს პატრონზე. იწყება ყველაფერი ის, რომ ეს ძაღლი და პატრონი სახლში არიან და ესა პატრონი მიდის სხვა ქალაქში. ძაღლი ემშვიდობება, ეხლა რაღაცა თავისებურად ამას წავა დაწვება თავის ადგილას და მოწყენილი არის. თითქმის არ ჭამს, იშვიათად ჭამს, რაღაც ელოდება თავის პატრონს. პატრონი მიდის სხვა ქალაქში თავის საქმეებზე, აკეთებს ამ საქმეებს, რაღაცა ეტაპზე ის უკვე დაასრულებს ამ საქმეებს, ჯდება მატარებელში და იწყებს სახლისკენ სვლას. და ძაღლი იწყებს ცქმუდვას. პარალელურად ხედავთ ამ ყველაფერს. წამოხტება და უკვე იწყებს აქტიობას, უკვე იწყებს ნერვიულობას, უკვე რეაგირებს ყველაფერს. რაც უფრო უახლოვდება, მით უფრო რეაგირებს ძაღლი. უკვე როდესაც შემოსულია ქალაქში, კიდევ უფრო აქტიურია ძაღლი. მერე როცა უახლოვდება სახლს, უკვე იწყებს ყეფას და უკვე აი ესეთია, ხო? ნუ გვინახავს ახლა ძაღლი როგორ ხდება პატრონს. ზუსტად, ჩემი ორი ამას ატარებს დღეში სამჯერ. და შეკითხვა არის ზუსტად ეს. საიდან იცის ძაღლმა, რომ პატრონი მეორე ქალაქიდან წამოვიდა იმ დროს? ხო. საიდან იცის? აი ზუსტად ეს არის მორფოგენეტიკური ველი და მორფოგენეტიკური ვიბრაცია. ნუ არის საუბარი იმაზე, რომ არის რაღაცა ველი, რომელშიც ინფორმაცია ვრცელდება ჩვენთვის არაცხადი გზებით. ეს არ არის აუცილებელი, რომ რაღაცა მატერიალური გზები იყოს, ხო, ან რა ვთქვა, სიტყვით გადავცეთ ეს ინფორმაცია, რაღაცა ესე. ანუ ინფორმაცია ვრცელდება და შელდრეიკი ამბობდა, რომ ყველა სახეობას აქვს თავისი მორფოგენეტიკური ველი და ეს ყველაფერი არის საჭირო იმისთვის, რომ ევოლუცია მოხდეს. ანუ ცოდნა
ამ ბიოლოგიური სახეობის, რაც მის პროფიტში, ასე ვთქვათ, რაც მის ესე კაპიტალია, ეს ცოდნები, ხო, საუკუნეების განმავლობაში დაგროვებული ცოდნები ამ კოლექტიურ არაცნობიერში, ამ ველში ინახება და ყველა ვისაც ამ ველზე აქვს წვდომა, აქვს ამ ცოდნებზე წვდომა. ხა როდესაც ლაპარაკობთ ადამიანებზე და სხვა როდესაც შელდრეიკმა ნახა კონსტელაცია მან თქვა, რომ ეს არის მაგალითი მორფოგენეტიკური ველის. ეს არის მორფოგენეტიკური ველი, რაც იქნება, ანუ იქ არის ცოდნები კოლექტიური არაცნობიერებიდან, კაცობრიობის არაცნობიერებიდან და როდესაც შენ აქ შედიხარ ამ ველში, ანუ გარკვეული ტვინის ვიბრაციებით, სწორ იმ ვიბრაციებზე ჯდები. ფიქრს ხო თავისი ვიბრაცია აქვს, შეგრძნებას ხო თავისი ვიბრაციას ხო ვიცით ეს ფიზიკა არის უბრალოდ. როდესაც შენ სწორ ვიბრაციაზე ჯდები, ანუ ამ ველის ვიბრაციაზე ჯდები, შენ ხდები თანაზიარი იმ ცოდნის მაშინ, როდესაც ხარ იმ ვიბრაციაში. როგორც კი იქიდან გამოდიხარ, შენ ეს გავიწყდება. საოცრება არის მე როგორც ფასილიტატორი. ხო გავაკეთებ განლაგებას. გამოვდივარ განლაგებიდან და წამიერად მავიწყდება იქ რა ხდებოდა. რა თქმა უნდა შემიძლია რომ გავიხსენო მე თუ გამახსენებენ. მაგრამ როდესაც ველში აღარ ვარ, აბსოლუტურად სხვა შეგრძნებები მაქვს, სხვა ფიქრები და ძალიან ხშირად არ მახსოვს განლაგებები. აი შეიძლება რაღაც ემოცია მახსოვდეს, მაგრამ ის გამტარი, იქ ხო ფასილიტატორის ხო გამტარია იმის რა თქმა უნდა, ფასილიტატორი პირველი გამტარია ამ ყველაფრის. ამიტომ აი ძალიან საინტერესო იყო რომ ჰელინგერი ამბობდა რომ ფასილიტატორი უნდა იყოს ერთდროულად ფოკუსირებულის და არაფოკუსირებულის. ხო, რამხელა ანუ აი ზუსტად ამ ვიბრაციაში უნდა იყოს ერთდროულად ფოკუსირების და არაფოკუსირების, იმიტომ თუ შენ ფოკუსირებული ხარ, რაზე შეიძლება იყო ფოკუსირებული? შენ დაინახო რაღაცა ლოგიკა ამაში და ამ ლოგიკას გაყვე მერე და აცდე იმას, რასაც ველი გეუბნება. მაგრამ ამავდროულად არ უნდა იყო გათიშვილი, ბუნებრივია რომ ეს ვიბრაციები შეიგრძნო და როგორც რთული საქმე არის ეს და ესეთი არის რა. თავის გამოცდილებაც სჭირდება უბრალოდ. კი, და მგონია რომ კიდევ პლუს გარდა იმისა რომ სისტემური განლაგება იცოდე, ცოტა ფსიქოანალიზი და ფსიქოლოგია კარგად უნდა გესმოდეს. უდაოდ. ძალიან სასარგებლო არის კონსტელატორისთვის სქემების ცოდნა ყველაფრის და მიუხედავად თვითონ მექანიზმების ცოდნა, როგორ ხდება გადახლართვები, რა არის ერთგულების სქემა, ესე რა თქმა უნდა ძალიან სასარგებლო ინფორმაცია. ხო, რომ საიდანღაც გამოდიხარ. ადვილად რა თქმა უნდა, გესმის რაღაცა. კი ბატონო, იდეაში ჩვენ ავხსენეთ რისი ახსნაც მე მინდოდა და უნდა გვესაუბრა. მე ხო იცი, შენთან ლაპარაკს არასდროს არ გავწყვეტ. შემიძლია რომ უსასრულოდ ვილაპარაკო. ხო, ერთი ის მაქვს ერთი კითხვა მაქვს ესეთი, რომ თუ შეგვიძლია რომ აი დავანახოთ რამე მაგალითი ემოციები, რომლებიც სისტემიდან გვმართავს, ეგეთი რაღაცა ესეთი არა თქმა უნდა სახელებით და გვარებით, უბრალოდ მაგალითი, იმიტომ რომ კიდევ უფრო კარგად დაინახავს ადამიანი, მე საკუთარ თავზე გამოვცადე და ვიცი ეგ როგორი არის და ანუ პრინციპში როგორ ვიმეორებთ, თქვა მშობელს და ასე შემდეგ, ეგ მაგაზე უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ აი ეს ემოციები, რომელიც სისტემიდან გვმართავს ჭყალებში, აი მაგაზე თუ შეგიძლია რაღაცა. ემოცია ნებისმიერი ემოცია შეიძლება იყოს ბევრნაირად გამოხატული, მაგალითად ეს იყოს კონკრეტული შეგრძნებები, რომელიც შენ საერთოდ არ ქონია შენ ბიოგრაფიაში, მაგრამ ამის მატარებელი ხარ, იმიტომ რომ ხარ ზუსტად შენი გენეტიკური ინფორმაციის და ამ ტრანსგენერაციული დამღის გამტარი. რეალურად ახლა ამისი кейსები მოყოლილი მაქვს ხშირად, ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ცხადი кейსი იყო, როდესაც სექსუალური ძალადობის შიში ჰქონდა ერთ ქალს, თქვი კიდევაც და აღმოჩნდა, რომ მის ბებიას ჰქონდა სექსუალური ძალადობის ეპიზოდი ცხოვრებაში, საკმაოდ მძიმე და მან არც იცოდა ეს, თუმცა ამ შიშის მატარებელი იყო, ანუ მთლიანად კოლექტიური არაცნობიერიდან იყო ეს შიში წამოღებული. ამავდროულად შეიძლება იყოს მაგალითად ისეთი რაღაც, რომ თავისი დედის და მამის, ანუ უახლოესი, ვთქვათ, მშობლის გარკვეული განცდების მატარებელი იყოს, როცა მასთან ეს მის ბიოგრაფიასთან არ ეზონირებდეს და ეს არის, ვთქვათ, ერთგულების სქემა. ძალიან საინტერესო кейსი იყო, ასე რამდენჯერმე მაქვს მოყოლილი ეს, რომ ერთი გოგონა იყო, რომელსაც ჰქონდა ესეთი, საკმაოდ შფოთვები, ძლიერი და უკმაყოფილება ცხოვრებით და ბევრი კომპონენტი იყო, რაზეც მუშაობდა. და როდესაც განლაგება დავაყენეთ, წავიდა განლაგება მშობიარობაზე, როგორ იმშობიარა დედამ ამ გოგონაზე. და აღმოჩნდა, რაღაც საოცარი რაღაცები ხდებოდა განლაგებაში. ვინც იყო რეპრეზენტატორი ამ ბავშვის თვითონ ემბრიონის, ამბობდა, რომ ძალიან ცუდად ვარო და აი ფეხები მეკეცება, ანუ ვერ ვდგავარ, ყველაფერი ირყევა, ყანყალებს, ვერ მივხვდით რა ხდებოდა და მე ამ გოგოს გაახსენდა, რომ უიო, დედა მიყვებოდაო, რომ როდესაც მე მშობიარობდი შენზე, დიდი მიწისძვრა იყო მაშინა და რეფლექსურად აი ამ ბებია ქალებმა და ემებმა და
დათოვეს ეს მშობიარი ქალი ხო ხა წარმოუდგენელი რამ არის მაგრამ და გაიქცნენო და ამ დროს იბადება ეს ბავშვი და ეს დედა ყვირის რომ სადმირბი ხართ ბავშვი ჩდება რაღაცა ან ნახეთ როგორ დახვდა სამყარო ამ ბავშვს მიწაც კი იზროდა მის ფეხქვეშ ამიტომ ყველაფერი არასტაბილური იყო მის ცხოვრებაში ასეთი აღქმა ქონდა სამყაროსი როგორ ძალიან არასტაბილური ადგილის ესე იგი დაუცველი ადგილის და მთელი მისი პრობლემები მოდიოდა აქედან სხვათა შორის მშობიარობა ძალიან დიდი საკითხი არის აქ შემიძლია ვთქვა ისეთი რამ რომ სქემატურად თუ მშობელს ქონდა ბავშვზე ძალიან ძიმე მშობიარობა ძალიან ხშირად ბავშვი მერე ატარებს ან დანაშაულის გზნობას რომ ასეთი ტანჯვა მიაყენა დედას ან მაგალითად იმას რომ აი ნახეთ პირველი გზა სამშობიარო გზების და სამყაროში მოვლინების ანუ მისი პირველი გზა მან გაიარა უდიდესი წინააღმდეგობებით და ტკივილებით ამიტომ ეს არის მისთვის ნორმა ამიტომ ცხოვრებაში სულ ასეთ რაღაცებს ეჯახება აი ღია კარებში არ შევა და აუცილებლად კედელს დაეჯახება და თავით უნდა გაამტრიოს ესეთი ისედაც თითქოს არჩევანი აქვს თავიდანვე გაკეთებული რომ მე იოლად არ გამომდის მე უნდა ვიწვალო ხო ზუსტად ანუ მისთვის ნორმა წვალება არის მაგრამ თუ მშობიარობა იყო ძალიან ადვილი უცებ გაჩნდა ბავშვი თქვენ წარმოიდგინეთ რომ აქაც თავისი სქემა არის ეს ადამიანი წინააღმდეგობებს საერთოდ ვერ უძლებს კაპიტულაცია აქვს წინააღმდეგობასთან. ამიტომ არის რომ მაგალითად ფსიქოლოგები საკეისრო ნუ ახლა თურჩვენება არა თქმა უნდა, ვერაფერს ვერ იზამ, მაგრამ საკეისროს აქვს ეს წინააღმდეგობა ბავშვს არაა გამომუშავებული უკვე და მე ხშირ შემთხვევაში ძალიან მოწყვლადია რაღაცა ტიპის წინააღმდეგობაზე. ასე რომ თქვენ წარმოიდგინეთ მშობიარობასაც კი აქვს უდიდესი მნიშვნელობა მერე უკვე ბავშვი და ადამიანი როგორ განვითარდება და მუცლად ყოფნას კიდე იმაზე უფრო მეტი. ასე რომ მთელი დამღები და ეს ტრანსგენერაციულები იქნება თუ ნებისმიერი სხვა ძალიან ხშირად ამ პერინატალური პერიოდიდან მოდის მუცლად ყოფნა, მშობიარობა, პირველი 1 წელი, მაქსიმუმ 3 წელი. 3 წლის ბავშვი უკვე მთელი თავისი დამღური კომპლექტაციით არის ჩამოყალიბებული. აი ხედავსებული ვარ რომ ჩემო ყურებელი მგონდა რამდენი რამე უნდა ვიცოდე და რამდენ რამეს უნდა მივაქციო ყურადღება. აქედან ერთი რამე შემიძლია ვთქვა რომ ცოდნა ყოველთვის მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა ეს ბევრი რამის გარანტიას გვაძლევს, თუმცა არ არსებობს ადამიანი, რომელსაც დამღა არ ექნება. მეც ახლა რომ ჩემი შვილი გააზრდა დამჭირდეს ახლა, მეც მას რაღაც დამღებს დავადებ, იმიტომ რომ დამღები სხვა არაფერია, თუ არა გარკვეული აკრძალვების და მითითებების კომპლექტაცია და ბავშვი ვერ გაიზრდება აკრძალვებისა და მითითებების გარეშე. ჩარჩო არის მნიშვნელოვანი. ამიტომ ესეც ნორმალური არის. თავარია რომ არ იყოს ახლა ნუ ის რაზეც ვისაუბრეთ ეს მძიმე გადახლართვა. ანუ საბოლოო ჯამში ხო დამღა მაშინ ხდება დამღა ალბათ რომელიც რაღაცაში ხელს გიშლის, როდესაც ცხოვრებაში გიშლის ხელს. ხო შეიძლება არ ვიცი დედამ პირობითად სადღაც არ გაგიშვა, მაგრამ ეს შენთვის არაფერს ხო შენმა ქვეცნობიერმა თუ ცნობიერმა ალბათ ცნობიერმა არ დაიტოვა ეს. სავარაუდოდ ახსნა დედამ გასაგებად. ანუ სახელი დაერქვა, მან მივდივართ რომ სახელი დაერქვა და ჩემთვის გასაღები იყო სადღაც რატო არ გამიშვა. ზუსტად, მაგალითად, ტყუპებს განსხვავებული დამღური კომპლექტაცია აქვს, რანაირად? ნუ აი ესე. იმას ის თავისი აღქმა აქვს, იმას თავისი. აქ არქეტიპები მუშაობენ უკვე ძალიან. აქ უკვე მეორე საკითხია. ხო. ია, ესეთი რაღაც გავაკეთე, ვეკითხები ადამიანებს, თქვათ ჩემს სტუმართან თუ რამე კითხვები ექნებათ და რამოდენიმე კითხვა არის შენთან, რა თქმა უნდა და გავცეთ პასუხი, ესე ძალიან მოკლედ, რა თქმა უნდა, ეს არ არის ფორმატი, სადაც ჩვენ დიდხანს ვილაპარაკებთ გარკვეულ კითხვებზე. ესეთი კითხვა არის თუ არა მეთოდები გავიგოთ რა სურვილები აქვს რეალურ მეს? აქ ჩვენ საუბარი გვაქვს სავარაუდოდ წამყვანი არქეტიპის ცნებაზე, რაც არის ყველა ადამიანში, ანუ მისი, რასაც ჩვენ მეძახით ნიჭიერებას, მისი ავთენტური მე, რომელიც არ არის ესეთი რიგიდული ერთი მე, ხო, იმიტომ ჩვენ ვიცით რომ ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის არქეტიპული კომბინაცია, მაგრამ არის ერთი ხმა ჩვენში, რომელიც არ ვთქვათ არის გარკვეულწილად დომინაციური და ეს ყოველთვის გენეტიკურად განპირობებული არის. წამყვანი არქეტიპი ძალიან დიდი თემა არის, ძალიან ხშირად წამყვან არქეტიპთან კავშირი არის დაკარგული, იმიტომ რომ ბავშვი არ იყო უპირობოდ მიღებული. ანუ მისგან მოითხოვეს გარკვეული ცვლილება იმის სანაცვლოდ, რომ მის გამხდარიყო მისაღები, მისთვის მიეცათ სიყვარული, აღიარება და ასე შემდეგ. როგორ დავუბრუნდეთ ამ ხმას? პირველ რიგში უნდა გავაცნობიეროთ ის,
თუ რა ხმის დომინაციის ქვეშ ვიყავით, რატო ვიყავით, ვისი ხმა იყო ეს გარკვეული ინტროექტები, ანუ დედის ხმა ჩემში, მამის ხმა ჩემში, ხო და ასე შემდეგ. ამ ინტროექტების გაცნობიერება არის ძალიან მნიშვნელოვანი და შემდეგ, როდესაც ადამიანი ახლა ვერ განთავისუფლდება ბოლომდე ინტროექტებისგან, მაგრამ გარკვეულწილად აქედან განთავისუფლების შემთხვევაში რჩება ის, რასაც ჩვენ ვეძახით ზუსტად აი fertile void-ი, ანუ რაც არის ნაყოფიერი სიცარიელე და ამ სიცარიელეს იკავებს უკვე ის ჩვენი ავთენტური ხმა ხშირად და მაშინ მე ვიგებ რა მინდა მე სინამდვილეში და არა დედას ჩემგან, მამას ჩემგან და ასე შემდეგ. ძალიან ხშირად ამას ეძახიან ზუსტად იმას გამოსასყიდებს. მე ვაკეთებ იმას, რაც დედას უნდოდა რომ თვითონ გაეკეთებინა, მე ვაკეთებ იმას, რაც მამას უნდოდა და ეს ჩემი საერთოდ არ არის, ხო? ამიტომ უნდა განთავისუფლდეს სივრცე, სიცარიელე უნდა შეიქმნას და ეს სიცარიელე დაკავდება უკვე ახალი მონაცემით. კი ბატონო. ესეთი კითხვა როგორ ვაიძულო ვუბისკო ჩემ თავს რომ დავიწყო? როგორ ვაიძულო ბოდიში? როგორ ვაიძულო ვუბისკო ჩემს თავს რომ დავიწყო? სხვაშორის ძალიან საინტერესო შეკითხვა არის. მოდი თქვათ ესეთი რამე ვისაუბრე კრიტიკულ მასაზე. კრიტიკული მასა უნდა შეიქმნას. რამდენიც გინდათ მქონია ისეთი кейსი, როდესაც მაგალითად კონსულტაციაზე არ მithქვამს ადამიანს, მაგრამ მიფიქრია რომ მისთვის ჯერ ადრე. ადრეა, ხო. რთული სათქმელია, მაგრამ როცა ძალიან მოგბეზდებათ ტანჯვა, ზუსტად. მაშინ თქვენ გადაწყვეტთ რომ კი. და მან ერთი პასუხიც ხო არის, რომ როგორ იმ წამს რა წამსაც გადაწყვეტ. კი, თავარი გადაწყვეტო. ჩვენ ვამბობთ რომ ეს არის გადაწყვეტილება. შეიცვალო ეს გადაწყვეტილება არის. რა თქმა უნდა, ხა ეს ამას ძალიან ბევრი რამე აქვს უკან რა რის გამოც ადამიანი ამ გადაწყვეტილებას ვერ იღებს და როგორც წესი აქ არის ერთგულების სქემები. როგორც უნდა დავფიქრდეთ, ვისი ერთგული ვარ, როდესაც ამ ტრამვაში არ ვარ. ვიცვლები, ხო. და როცა არ ვიცვლები, ვის ვერთგულობ. და მე უკვე უნდა გვესმოს ექნება ან დედა ან მამა ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა გვესმოს რომ ჩვენ მშობლებს პირველ რიგში ჩვენი კარგად ყოფნა უნდათ და არ უნდათ ერთგულება. ამ სახით. იმიტომ რომ იმათ მერე დანაშაულის გზნობა აქვთ იმის გამო რომ მისი შვილები ესეთ მდგომარეობაში არიან. და ეს ყველაფერი ძალიან აი ესეთ მანკერწრეში ერთდება. ისევ სისტემა დაირღვა. კი ბატონო. კი ბატონო. ეხლავე საგვარეულოს ტრამვისგან ადამიანი შეიძლება გამოვიდეს? რა თქმა უნდა საგვარეულო ჩვენ ვისაუბრეთ მაგაზე ხო და პრინციპში მაგაზე პასუხი გაეცა რომ და წამომზადეთ ჩვენთან რითმოზე და მაგაზე პასუხებს მიიღებთ. ტრამვები ყოველთვის გარემოდან მოდის თუ შეიძლება თავადაცაა დამნაშავე ადამიანიო? ადამიანი დამნაშავე არასდროს არ არის, ესეთი რამე არ არსებობს. ყველა ადამიანური პროდუქტი მისი გარემოსი და იმ სიტუაციის რა სიტუაციაშიც არის, ის იყო ადეკვატური იმ მომენტში და ადაპტური იმ სიტუაციის რა სიტუაციაც იყო, თუ მძიმე იყო სიტუაცია, მას ექნება მძიმე რაღაცა გამოვლინებები ამისი და მათ შორის პერსონალური ხასიათის დონეზეც კი შეიძლება კონდეს ესეთი რამე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს მისი გადაწყვეტილება და არჩევანი იყო. მას უბრალოდ იმ მომენტში სხვა გადაწყვეტილებების ერთობა არ ქონდა. ამიტომ. კი ბატონო. ერთი იყო ძალიან საყვარელი კითხვა არ მაქვს, მაგრამ ამ ეპიზოდში დავშტერდი ძალიან კაი იყო წინა. როგორ უნდა გავხდეთ თავდაჯერებული? ამ კითხვას დავუსვათ. ხო, თავდაჯერებულობა და თვითრწმენა უდიდესი საკითხი არის, რა თქმა უნდა, აქ თვითრწმენა იმდენ რაღაცაზე იკვეთება. რომ რთული ამაზე რომ ერთი პასუხი გავცეთ. ეხლა თუ მაგალითად დამღებზე ვსაუბრობ და დამღებს თავისი სიმპტომატიკა, ეხლა ჩვენ გვაქვს კლასტერის მაგალითად ვიდეოები ცალ-ცალკე დამღას განვიხილავთ, ფაქტობრივად ჩათვალეთ, რომ ყველა დამღის თანმდევი არის დაბალი თვითრწმენა. ამიტომ ეს არის საკითხი, რომელიც უფრო ღრმა ანალიზს მოიცავს, რატო არის აქ ასეთი ტრამვული თვითრწმენა. შეიძლება იყოს მოკვდი არ იყო, ანუ მე არა ვარ ფასეული საერთოდ და პირდაპირ მაგალითად რაღაცა ტიპის სიკვდილზე პროგრამირება იყოს. შეიძლება იყოს დამღა, ბავშვის ეგო მდგომარეობაში დარჩენილი ადამიანი, რომელიც ვერ იღებს პასუხისმგებლობას, ახლა მაღალი თვითრწმენა ბავშვს ვერ ექნება, იმიტომ რომ თვითრწმენა თავისთავად რაღაცა გარკვეული კომპონენტებისგან შედგება, ხო? ეს არის მე რას ვფიქრობ ჩემ თავზე, მე რას ვფიქრობ სამყაროზე და სამყარო რას ფიქრობს ჩემზე. ესენი უნდა იყოს ჰარმონიაში და პლუსის ნიშნით უნდა იყოს ყველაფერი, ხო? I am okay, you are okay არსებობს ესეთი ცნება, ანუ მეც კარგი ვარ, შენც კარგი ხარ, ხო? და აი ეს მიმღებლობასთან არის, საკუთარი თავის მიმღებლობასთან და სამყაროს მიმღებლობასთან კავშირში. რატომ დაირღვა? ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს. ანუ ამაზე ალბათ შეგვიძლია ესეთი პასუხი გავცეთ, რომ იმიტომ ანუ დამღებს უნდა ჩაუკვირდეს კარგად და მან ამოვა პასუხი ნებისმიერ შემთხვევაში. კი ბატონო.
და ბოლო კითხვა არის ესეთი, როგორ უნდა შევწყვიტოთ წარსულზე ფიქრი? ამ წარსულზე ფიქრი, ხო, რასაც ჩვენ ვეძახით აი ამ ჩახვალ ფიქრებს, რუმინაციები, ფიქრის, ანუ ჩაღეჭილი ფიქრები, ძალიან ბუნებრივი არის, იმიტომ რომ ჩვენი ტვინი, ადამიანის ტვინი არის მოწყობილი ესე, რომ 5 ნეგატიური ინფორმაციაზე იმახსოვრებს ერთდადებით ინფორმაციას. ანუ გინდა არ გინდა 5 ერთზე არის გადანაწილება, და ნეგატივი უფრო მეტია. ნეგატივი საიდან მოდის ჩემი გამოცდილებიდან, მე ხო სხვანაირად ვერ მოვიტან ამ ნეგატივს. სად არის ჩემი გამოცდილება? წარსულში. ამიტომ ადამიანებს სწორება აქვთ ხშირად წარსულზე, რატომ? რომ გარკვეული უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რომ ეგივე შეცდომა არ დაუშვა მომავალში. ესე ადამიანის ტვინი მოწყობილი. მეორე საკითხი, რომელიც არანაკლებ პრობლემურია და შფოთვის მომტანია, ეს არის ფიქრი მომავალზე. მაგრამ ეს ძალიან კავშირშია. წარსული ტრამვები, წარსული შიშები გადამაქ მომავალზე. და უკვე მომავლის პროექცირება ხდება აქედან გამომდინარე და მოლოდინები უკვე ნეგატიურია. როგორც წესი მომავალზე ვფიქრობთ, შფოთვებზე ვფიქრობთ. ის რომ მე გადასარევი მომავალი მექნება, ეს იშვიათად არის ხოლმე. იქ ძალიან სასარგებლო ფიქრია სხვათა შორის. ადამიანი ფაქტობრივად არ ცხოვრობს აქ და ახლა. ცხოვრება არის ახლა ამ წამს. ყველაფერი რაც იყო დამთავრდა, ყველაფერიც იქნება, ჯერ არ არის. არ ვიცით საერთოდ იქნება თუ არა. ამიტომ ჩათვალეთ, რომ წარსულში ცხოვრებას და მომავალში ცხოვრებას ეს არ ცხოვრება არის. მაგრამ ეს გარკვეულწილად ნორმა არის. ნიშნავს, რომ შფოთვა არის მაღალი. ნიშნავს, რომ წარსულშია რაღაცა ტრამვა, რომელსაც ვერ ამუშავებს ტვინი. ანუ რაღაცა დისფუნქციური ნეირონული ქსელი არის, რაღაცა ტრამვა იყო ძალიან დიდი და იმ მომენტში ვერ დამუშავდა. და იმას სჭირდება ადაპტურ ნეირონულ ქსელად გადაკეთება იმისთვის, რომ დამუშავდეს. ამისათვის არის საჭირო ტექნიკები, კარგად მუშაობს EMDR მაგალითად, თვალის მოძრაობაზე ორიენტირებული ტექნიკა არის ძალიან ეფექტურია, მაგასაც ვაკეთებთ ჩვენ და საჭიროა რომ უბრალოდ ეს წარსული ტრამვები დამუშავდეს, რომ არ წავიდეს მთელი ენერგია იქითკენ, ხო, უსაფრთხოების ნორმები. საბოლოო ჯამში მაინც მივდივართ დამღებთან და ტრავმათან, რაც არ უნდა ყოს და ის ადამიანები, ვინც ამბობენ ჩემი წუთრე ეს ყველაფერი არ არის, ესე და აქ და ახლა იცხოვრე, ანუ აქ და ახლა რო ვერ ვცხოვროთ და რო გვაქვს პრობლემები, იმიტომ ვიტანჯებით და იმიტომ სადღაც რაღაც უნდა ვიპოვოთ, რომ აქ და ახლა უკვე კარგად ვიყოთ. კონცენტრირდეთ ამ წამს. ხო. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. რა თქმა უნდა იყო კიდევ არ ვიცი ძალიან დიდი ხანია ლაპარაკობ ხოთა შორის. აი ხა საათს დავხედა, მაგრამ ნუ აი წამივით გაირბინა ისევ და ისევ ამ დრომ და მოკლედ მეგობრებო, ისევ გეპატიჟებით ბოლოს ამიცის დავასრულებ, მე და ია გეპატიჟებით რითრიტზე 1-3 ნოემბერი, ეს არის შაბათი კვირა, ქალაქ გარეთ, დეტალებს ყველაფერს ნახავთ აღწერაში, ვიდეოს აღწერაში ლინკს, სადაც თქვენ დარეგისტრირდებით, უშუალოდ მე დაგირეკავთ და მოგიყვებით ყველა დეტალებს და მე პირადად ერთი სული მაქვს. მეც გამიხარდება თქვენი მსმენელების ნახვა ჩვენს ვორქშოპზე. კი, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და მაყურებლებს ვეთქვი ასევე ბოლოს ტრადიციულად რომ თქვენ ხართ ამ პოდკასტის ნაწილი, როგორც უკვე ვახსენე ეპიზოდის განმავლობაში, ჩვენ ერთად ვქმნით ამ პოდკასტს და თქვენი მხარდაჭერა სრულიად უფასო არის ის, რომ უბრალოდ გამოიწეროთ პოდკასტის არხი, დააჭიროთ ზარის ღილაკს და დამერწმუნეთ, რომ ეს არის ძალიან დიდი წვლილი შეტანა ამ უკვე შემიძლია ვთქვათ დიდ საქმეში. ბალანსი. ბალანსი. მადლობა.